დაბრუნდით კი არა და მოვედით ვიფასოტელი მაყურებლებო ჩვენ ვართ ხელშუატყის შემოქმედებითი ჯგუფი დავიწყებთ გადაცემას საინტერესო სტუმრებით ერთი ამბით და საინტერესო რაღაცეებით მაგრამ მანამდე ვიფასოტელი მაყურებლებო ნინო ვარდოსაინიძეს უნდა გადავცეთ სიტყვა რომელიც მოგიყვება ახალი ამბების შესახებ მოგესალმები ნინო მოგესალმები შალვა და გაგაცნობთ პირველი საათისთვის განვითარებულ მოვლენებს უშიშროების საბჭოს ხდომას, რომელიც დღეს 6 საათზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება. ბიზინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიზეზით ახსნა. პრემიერის თქმით, საბჭოს დღევანდელი ხდომის დღის წესრიგს იცნობს, თუმცა მისთვის არც ერთი საკითხი არ არის ისეთი საინტერესო, რომ ამ ხდომაზე წავიდეს. თუმცა ბიზინა ივანიშვილის განცხადებით, მას აქვს რამდენიმე კითხვა, კერძოდ რატომ აფერხებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის პროცესს. დღევანდელ ხდომას საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. Ჩემთვის არც ერთი არ არის მე მგონი ამ ეტაპზე ესეთი საინტერესო რომ მე ამაზე ამ შეგრებაზე წავიდე, თუმცა მიდის ღარიბაშვილი, მიდის ალასანია, მიდის პანჯიკიძეს აქვს ყველაზე დიდი ინტერესი და ყველაზე მეტი შეკითხვები, რამე თუ გაურკვეველია რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რატომ უშლის ამდენ ხანს პროცესს ხელს ელჩების დანიშვნის, თუ ის ქვეყნის პრეზიდენტია, მან უნდა ითანამშრომლოს სამინისტროებთან და ესევე იყოს საჭირო უშიშროების საბჭოს მოწვევა, რომ გავარკვიოთ, რა აქვს ფუნქცია ამ საბჭოს. არის ის კმედიტუნარიანი, არის საჭირო მისი დაფინანსება თუ არა, 8 თვის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს. აი ესაა ძირითადი კითხვა. გასული კვირის მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოს წინაშე კვლავ დგას დიდი გამოწვევები, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე უსაფრთხოების სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტებს ჰქონდეთ საშუალება დასხნენ და შეემუშაონ საუკეთესო პოლიტიკა, რათა უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ადამიანებს მისცემს საშუალებას განიხილონ სხვადასხვა თემები. იმედი მაქვს, საუბარი იქნება ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გავლენაზე ქართულ პოლიტიკაში და განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დაკავშირებულია ბოლო დროის მოვლენებთან. ფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მსგავსი თემების განსახილველად. ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში გურიის გუბერნატორის მოადგილე იკითხება. პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო უწყებაში 12-ის ნახევარზე მივიდა. თამარ გოგესაშვილი არკვევს დეტალებს. თამარ, თუ არის შენთვის ცნობილი, რა საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს პაატა მანჯგალაძე? გურიის გუბერნატორის მოადგილემ მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა გიორგი გელხაურის განცხადებით პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. ვიცე-გუბერნატორს ამის შესახებ გუშინ ტელეფონით შეატყობინეს, თუმცა უცნობია რა საკითხით დაინტერესდება გამოძიება. თავად პაატა მანჯგალაძის განმარტებით ეს შესაძლოა ეხებოდეს მის წარსულ საქმიანობას. მანჯგალაძე თავდაცვის სამინისტროში 2011 წლამდე ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ტელეფონით დაუკავშირდნენ, უთხრეს რომ უნდა მისულიყო მთავარ პროკურატურაში, მოვედით, ნამდვილად არ ვიცი რასთან დაკავშირებით გვიბარებიან, მოწმის სახით არის დაბარებული, გავერკვევით სიტუაციაში და მე გეტყვით ყველაფერს ნაჩვენს. გურიის გუბერნატორის მოადგილის დაბარების ფაქტს ჯერ კიდევ გუშინ გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი პოლიტიკური ნიშნით დევნას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია. ბატონმა პაატამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხშირად ბრალდებები არის დაუსაბუთებელი და მიუხედავად ამისა, რომ ბრალდებები არის დაუსაბუთებელი, ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებას, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია, როგორც ჩანს, ამ ეთერმა ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატზე ზვიად კვაჭანტირაძეზე. არც არავის არ აქვს მიზნად, რომ ვინმეს მიმართ ახორციელოს პოლიტიკური დევნა განსაკუთრებით ვიცე-გუბერნატორი იქნება თუ სხვა ჩინოვნიკი წინა ხელისუფლების დღესმოქმედი, ყველაფერი არის კანონის პარაგრაფში, სამართლებრივი საკითხები ყველა მიმართულებით ისმება და თუ მას არ გააჩნია რაიმე თუ ართურის ის ადამიანი თავს დამნაშავედ და ბუნებრივია არ აქვს შადენა დანაშაული, ეს გაირკვევა. თავად ვიცე-გუბერნატორს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, რა საკითხით დაინტერესდა გამოძიება. სავარაუდოდ დაკითხვის დასრულების შემდეგ გაირკვევა პაატა მანჯგალაძე ამ დრომდე რჩება მთავარ პროკურატურაში.
დიდი მადლობა მთავარი პროკურატურიდან ეს იყო თამარ გოგესაშვილი პროკურატურაში ამ წუთებში გურის გუბერნატორის მოადგილე იკითხება. ბავშვთა სიცოცხლის და განვითარების ეროვნული გეგმა განიხილეს სასტუმრო რედისონში UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. არსებული სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად საქართველოში 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება. სწორედ ამ და სხვა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება კონფერენციაზე გამომცვლელებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. კონფერენციაში შეერთებული შტატების ელჩი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ბავშვი წარმატებული იყოს, მიუხედავად იმისა, როგორი მატერიალური შესაძლებლობა აქვთ მათ ოჯახებს. რადგან კარგად ვიცით, რომ ბავშვების სიღატაკე მომავალში დასრულდა სიღატაკის ძირითადი მიზეზია. სწორედ ამიტომ ინვესტიციით, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას. ჩვენ ვეხმარებთ ამ ბავშვებს, რომ ისინი სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და არ იყვნენ სახელმწიფოს შემგვრელი. ძალიან აქტიურად მუშაობთ UNICEF-თან და ძალიან მადლობელი ვართ მათი აქტიური ჩართულობის და დახმარების. აქტიურად მუშაობთ პარლამენტთან, აქ არის თინა ხიდაშენ, რომელიც ძალიან სერიოზულად ჩართული არის როგორც დეპუტატი ამ საკითხებში. და ბუნებრივია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით შექმნა ამ მიმართულებით ცალკე სამუშაო ჯგუფი სამინისტროში, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ასევე არასამთავრობო სექტორთან. რამდენიმე თემა გამოიყოფა დღეს ჩვენს კონფერენციაზე, ეს არის ბავშვთა სიღარიბე, მოგეხსენებათ 77,000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში საქართველოში, ანუ მოიხმარს 2 ლარზე ნაკლებს დღეში. მეორე საკითხი ეს არის ბავშვთა სიკვდილიანობა, წელიწადში 1000-მდე ბავშვი კვდება 5 წლამდე ასაკი საქართველოში, სხვადასხვა მიზეზის გამო ერთ-ერთი მიზეზი არის კვების დეფიციტი, მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა და ასევე სკოლამდელი განათლება. ბავშვების საქართველოში მხოლოდ 9 არის ჩართული სკოლამდელ განათლებაში. სამართალდამცველებმა 1948 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი გოგონა და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმეს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი გოგონა და გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. დღეს სხვა ახალი ამბების ჩვენ 2 საათზე დავბრუნდებით, ახლა კი ეთერს ხელშუა დღეს უთმობთ. აბა, ხელშუა დღეში დავბრუნდით, კონდიციონერები საკმაოდ კარგად არის ჩართული, გარეთ ცივა და შიგნითაც ცოტა არ იყოს მარჯვენებს, ხო? არა? ასე. მოგესალმებით ყველას. გოგოებო? ამ სიგრილეში ძალიან ცხელი თემები გვაქვს მომზადებული. სანამ ექიმი მოვა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მწვრთნელები მაია ჯეჯელავა და მარიამ ჯალაბაძე. ისინი მოგვიანებით შემოგვიერთებიან და ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე ჭრილობიდან სისხლდენის დროს როგორ ვიქცევით, მოტეხილობის დროს, მზის დაკვრის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი. მზის პირი ყავს, მოიტეხავს ხელს ჩვენ. აი ჩვენი ოპერატორი სად არის? მოიტეხავ ხელს ჩვენ. ყავს მანეკენი. გვეყოლება სტუდიაში მანეკენი, რომელზეც ჩავატარებთ. აგერ არის კაცი, რომელიც მზად არის, ხინკალზე დაპატიჟებთ და ყველაფერს ადამიანი, რომელიც ჩვენი ცხელი შუადღის გამო ყველაფერზე მიდის და ყველაფერს აკეთებს. ხო. ნუ ნახოთ, თუ დაგჭირდება. მას იღებავს. თუ დაგჭირდება, ხელსაც მოიტეხავს. კარგი. კიდე რა ვინახავ შენ? სანამ ექიმი მოვა კიდევ რა ჩემს თემას მე ვისაუბრებ პატრიოტიზმზე დღეს როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. რატო ზაზა ფირალიშვილი ფილოსოფოსი იქნება და პაატა შამუგია პოეტი დღეს ჩვენი სტუმარი. კარგია და მე ვისაუბრებ სხვა თემებზე ბექანასიშვილი პოლიტოლოგი და ანადოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო ერთ-ერთი ყველაზე წინვალი. ახლა უცხოეთში მუშაობს ამერიკაში და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია, რაღაც ლექციებს კითხულობს, მოკლედ საქმეშია და ძალიან ახლო მეგობარია ჩემი და ძალიან სასიამოვნოა რომ თბილისშია და ვისაუბრებთ მასთან. კარგი, დავიწყოთ კედელზეც რა? ოკეი, ვიცოცოთ, აბა ჰა.
ამითთან დაკავშირებით ერთი პოსტი აღმოვაჩინე, ცოტა გრძელია, მაგრამ მე მგონი არ მოვიწყენთ. წვიმაზე სულ ერთი ისტორია მახსენდება ხოლმე. კახეთში, ქიზიყში ერთი ნათესავი ყავდა, რომელსაც ისევე როგორც ყველა ქიზიყელს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ბევრი კი არა დღეღამეში ორ წინადადებას ძლივს ამბობდა. ხო და ერთხელ ბებიაჩემი მოყავდა მანქანით. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ბებიაჩემ ბევრჯერ სცადა ლაპარაკი და ის მხოლოდ შორისდებულებით ან თავის მოძრაობით პასუხობდა. თბილისში რომ შემოვიდნენ, გაწვიმდა და გივიძიამ პირველი და ერთადერთი სიტყვა თქვა. წვიმ. ხაშლამაი მარილიაკლიაო, ხო იცი გამიგდი, იცი? იცი რა, მახსოვს ბუნდოვნად. ეგ ფრაზა მახსოვს მარტო მაგალითად. ახალი ბავშვი ხმას არიღებს, საერთოდ. წლების მანძილზე არიღებს ხმას რა. და ბოლოს ნუ რამდენიმე წელი გავიდა, რომელი ექიმთან არ ყავდათ, ვერ ამოაღებინეს, ნუ მუნჯად ჩათვალეს რა და მე ნუ 15 წლისაა უკვე 16 და მოუტანეს ხაშლამა სახში, ხაშლამა მოხარშეს და აიღო ბიბინაჭერი ჩაკლიჩა ღმურძლავს და ხაშლამაი მარილიაკლიაო. აქამდე ხმათრები, აქამდე არ აკავდაო. ბავშვობაში კალათბურთზე შემიყვანეს. მოტივით შეიძლება კალათბურთელი ვერ გამოვიდეს, მაგრამ კაცობას ხომ მაინც ისწავლის. ერთ კვირაში აღმოაჩინე რომ მთელი გუნდი ასეთი კალათბურთელები ვიყავით. ხო, მაგრამ კარატეზე შეეყვანა თარჯობდა? 13 მიზეზი თუ რატომ ჯობია მანქანა ქალს. ჯობია მანქანა ქალს. მანქანას გააჩნია და ქალს. 13 მიზეზია. 13 მიზეზი, მაგრამ ნუ ყველას ვერ ჩამოვიდა. ხო, მაგრამ გააჩნია მანქანას და გააჩნია ქალს. ესეც მარტო. და გააჩნია კაცს. ნუ მიზეზებს წერს ეს ადამიანი. მანქანა არასდროს არ მოგიწყობს სკანდალს თუ სხვა მანქანის საჭეს მიუჯდები. შენი მანქანა არ იქნება წინააღმდეგი თუ მეორესაც გაიჩენ. მანქანას არ ჭირდება სილიკონის ფარები მეტი მიმზიდველობისთვის და ბოლოს მანქანა არასდროს გეტყვის მე ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მოდი, აბა, მეგობრებად დავჭერ. მაგრამ ქალსაც შეუძლია იგივე თქვას, იგივე მიზეზები დაასახელოს, მანქანა არასდროს არ მოგთხოვს ნასკი გამხადე გალო, მანქანა არასდროს არ მოგთხოვს შევატრიალოთ პირიქიჩების და ხადილის მომზადებას, მანქანა არასდროს იეჭვიანებს, მანქანა წაგიყვანს იქ სადაც შენ გინდა, როცა გინდა ხედავ, როგორ არის, ხედავ ჯანმრთელი. მაინც ვერ დავასკვენით რა ჯობია, მანქანა თუ მამაკაცი. მამაკაციც რო ყავდეს და მანქანაც რო ყავდეს, ჯობია ეს ქალისთვის და ჩვენთვისაც იგივეა, ქალიც ყავდეს და მანქანაც. ხშირ შემთხვევაში, კარგი მანქანა თუ ყავს, კარგი ქალიც ყავს. ხო, საქართველოში ასე. ეგრე არა მარტო საქართველოში ხლა. მაგალითად, აი, არ ვიცი, აი თქვენ მინდა გითხოთ, რამდენად მოქმედებს, ან მოქმედებდა ქალიშვილობაში და გაუთხოვრობაში, თუმცა მაშინ სად იყო კარგი მანქანები ჩვენთან, მაგრამ მაინც აი ლამბორჯინით რომ გაძრობილიყო ვიღაცა ტიპი. 12 წლის წინ ლამბორჯინი არავის არ ყავდა თბილისში, ასე რომ ჩვენ მსგავს კითხოს ნუ დაგვისვა. კი, ჯიპი იყო რაღაცა კარგი. მე არ მახსენდება მაინც და მაინც რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდეს ასეთი რაღაცეები. ანუ აი მამაკაც თუ მაგარი მანქანით დადის. ეძრობა პლუს აღწე? არა, დავწერე რომ არა. არა, მოწონა ტროლეიბუსზე ჩამოკიდებული მიჭები. არ ტროლეიბუსზე ჩამოკიდებული მიჭები. აი მანქანის რო გაეძრობა კაცი. უნებრივი ადამიანი მანქანით არ უნდა შეაფასო. თავისთავად ხარია ჩვენ ხუმრობთ ახლა. მანქანის ფასი. პლუსი არისო, ხო არის პროდიუსერ ჟურნალისტებს გოგონებს თხოვ. პლუსი ხო არის მუდამ ჩაგრა. ისინი ვინც დაფარულები არიან მაგრამ ნებისმიერ ამაზე შეიძლება დავთანხმოთ ახლა პირდაპირ ეთერში რატომაც მაგრამ ის გამო ადამიანზე შთაბეჭდილება არ გექნება და არ გეცვა. მონაწილეობს კარგი მანქანა, კარგი ტანსაცმელი, რაღაცა ესა, ისა, მონაწილეობს შთაბეჭდილების შექმნაში. ლამბორჯინი არა და მანქანით არის შეიძლება ეს ერთგვარი ვიჯე, მაგრამ მანქანით არის წყება ყველაფერი და არ სრულდება უნებრივია. ბექს მჭედლიშვილი წერს ცისფერი მთები, ანუ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში და კიდევ ერთი პოსტია მიშა კაჭკაჭიშვილის პარლამენტთან დაკავშირებით, რამდენ ბალზეა გათვლილი ქუთაისის პარლამენტი 05-ზეო და აქვე პასუხია კომენტარებში ბალზე არა გათვლილი და ერთ ალუბალს კი უძლებს მგონი ოღონდ კურკა გამოცდილსო. სახურავები არის ჩვენი სიზუსტე, როგორც ვატყობ, იმიტომ რომ მოლშიც ჩამოიქცა. აეროპორტის სახურავიც ხო როგორც ვიცი, მოლშიც იყო რაღაც პრობლემები. კი, ცოტა ხნის წინ მოლშიც იყო მსგავსი პრობლემები. მე აი ეს ქუთაისის სახურავი. არა, წვიმის ბრალი ეს ყველაფერი, გაზაფხულის ხაბუნა წვიმა რაღაცა ამ ბოლო პერიოდში რაღაცა სერიოზულად იქცევა. წვიმასაც უნდა გავუძღოთ, ხარსაც და ასე. წვიმის თემას
აგრძელებს ბოლომდე. მე ვარ ადამიანი, რომელზეც მოქმედებს რაღაც გარკვეულწილად ამინდი. დღეს დავასკვენიეს და განვაცხადებ. დღეს რაღაცა ცუდზე არა, მაგრამ ისეთ მინორულ განწყობაზე ვარ და ამიტომ პოსტები შესაბამისი. ამბავიაო, კაცები ხშირად იძახიან, დალევის ამინდიაო. დასალევი ამინდიაო. დასალევი, დალევის ხო, დასალევი, კი ბატონო, ქალებიც ამბობენ მაგას. გასაგებია ეხლა, ცოტა შეგინახეთ ნამოსი მათ პროდიუსერებს, მაგრამ კაი. დღეს ამიგერო ძალიან აქტიური პროდიუსერები ყავს. ჩემთან განსხვავებით არამინორულ განწყობაზე არიან. პროდიუსერები შედან მაღლაც ვიფასო ტელემაყურებლებო და ამიტომ მიმართო მაღლა. და ამ ხანდარაძეს ხედავს, სხვა შორის ვერ ხედავ აქ კარგად, მაგრამ ვერავისრულეთ ისესნება რომ ერთხელ დავასწრებ მაყურებელს კიდევ უფრო ახალ სამი პროდიუსერი. იდეა რომ 1 აპრილს ხუმრობის დღეზე მოვიძეთ პროდიუსერები. წაიყვანონ გადაცემა პროდიუსერები. ანუ 1 აპრილამდე დაახლოებით 1 წელი შეშალა უნდა დავარიაროთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ. არა, სტუმრები კი არ იყვნენ, წამყვანები იყვნენ. წამყვანები. იკისრებთ ამ ურთულეს ფუნქციას, პროდიუსერებო. მე მგონი მათი ფუნქცია უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენ. ძვირფას ტელემაყურებელო დამთავრდა კედელზე ცოცვა და ველოდებით სტუმრებს. ბექა ნაცრიშვილი მოვიდა ჩვენთან გადაცემაში, ახალგაზრდა პოლიტოლოგი არა ხარ, პოლიტოლოგი ხო? როდემდე არის აი ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა სპეციალისტი. ანუ ახალგაზრდა, ხო, აი როგორი თქვენ 25 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი, არა ახალგაზრდა ფეხბურთელი განსაზღვრულია. ახალგაზრდა ჟურნალისტი 25 წლამდე? აი 35 წლის კაცი შეიძლება თქვა, 30 წლამდე. შენ რამდენი სახარ? მე ვარ 35. ანუ აღარ ახალგაზრდა პოლიტოლოგი შეხარ პოლიტოლოგი. ახალგაზრდად გამოვიყურებ. ხო. არა, სხვა შორის არა პროტესტები იმას, რომ ახალგაზრდას გეძახიან, ანუ რაღაც კომპლიმენტია. კარგი. ეხლა გავარკვიეთ სიმართლე, არ არის ახალგაზრდა პოლიტოლოგი, არ არის პოლიტოლოგი. აი ამ ტრაგედიის შემდეგ მე დავსვი ესეთ შეკითხვა, რომ თუ ჩვენ მივდივართ დასავლეთში, მაშინ დასავლეთმა რამე უნდა მოქცეს კონკრეტული, რომ ჩვენ რუსეთთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს გავუკლავდეთ დისკუსიაში. მიშას დროს პირდაპირ თავში უტყავდნენ კეთს და დისკუსიას კი არ იგებდნენ, არამედ ავადმყოფობას მალავდნენ კანქვეშ და სადღაც სხეულის სიღრმეში. ეხლა ჩვენ უნდა არგუმენტირებულად მოვუგოთ. ეთანხმებით ჩემ ასთაწყობას? შენი სტატუსი წავიკითხე სხვათა შორის. Facebook-ში აქტიობით არ გამოვირჩევი, რაღაცა ეგრე რაღაც. არ ვიციათ, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთ რაღაცაზე გავამახვილე ყურადღება. შენ დაყავი საზოგადოება რა დღე როგორც მიშა ყოფდა. ანუ პრორუსები და შესაბამისად არ დამიყო როგორ არ ქონდა კაფეოდ გამოყოფილი ვინ იყო პრორუსი და ვინ იყო თქვათ ვესტერნიკი ან რაც გინდა დავარქვათ ალბათ კარგად წავიკითხოთ დასავლეთის შენ გააგზელე მე მოვძებ ხო რა ხდება ხა ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ თქვათ ის ადამიანები რომლებიც მაგალითად ირჩევენ აგრეთვე დასავლეთის კურსს მაგრამ ეწინააღმდეგებიან ნატოს მისიებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არავითარ შემთხვევაში ისინი ჩვენ არ შეიძლება ჩავთვალოთ პრორუსებად. რატო? იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ამას აკეთებს პაციფისტური მოტივებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ადამიანი ამას აკეთებს მაგალითად იმიტომ რომ მიაჩნია რომ ნატო არის ზოგადად სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ტყვეობაში და აქედან გამომდინარე ნებისმიერი მისია ემსახურება აი ამ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ეკონომიკურ ინტერესებს და ასე შემდეგ და შეიძლება ჩემ სტატუსს და სად არის აქ დაყოფა. არ შეიძლება არ ესმოდეს ნატოელებს ხო სტატუსია, რომ საქართველოს ჯარის ავღანეთში ყოფნა მნიშვნელოვნად ეფუძნება საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ რაზმს. მეთანხმები. გუშინელი ტრაგედიის შემდეგ კი ეს აზრი იცვლება. ცხადია. იმისთვის რომ ეს ცვლილება არ იყოს დრამატული ჩვენ საქართველოში დასავლური გზით განვითარების მომხრეებს ნატოსთან გაგვიჭირდება მკაფიო არაუზროვანი ნათელი მესიჯი საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს მაპი, შეიძლება სხვა რამ. თუ ნატოს წინაშნები და ნატოში შემავალი წამყვანი ქვეყნის მმართველები კვლავ ტრადიციული ფრაზით შემოიფარგლებიან, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება პრორუსული პოლიტიკური ძალების დისკუსიაში დამარცხება ძალიან. ხო და აი ზუსტად მაგას ამბობ, რომ არიან პრონატოისტები და არიან პრორუსული. არა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ პაციფისტური თუ სხვა მოსაზრებების გამო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არიან არარუსები, არამედ პროდასავლელები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე კი არ უგულვევყავი, არამედ დრამატიზაციისთვის მე ძალიან დავაშორე ეს ორი ჯგუფი. შუაში არიან ადამიანები, მაგრამ აი უყურე აი ირაკლი კაკაბაძე მაგალითად, ხო, ვერ წარმოვიდნენ ირაკლი კაკაბაძე არის ამ შემთხვევაში პრორუსი, მაგრამ ის არის ანტინატოისტი.
აქედან გამომდინარე, ეს ადამიანთა ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ისინი შეიძლება არტიკულაციას არ ახდენდნენ ამ თავიანთი მოსაზრებების, ესე მკაფიოდ, იმიტომ რომ მედია სივრცეს ამ ადამიანების გარკვეული თვალსაზრისით შეზღუდულია, იმიტომ რომ პოლარიზებულია, ხო, მედია სივრცე საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანთა მოსაზრებები ყოველთვის იკარგება. მე ესე ვიტყოდი, ეს არის მარგინალური მოსაზრებები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ძალიან დიდ გავლენას ვერ ახდენს. ეს არ არის კაკაბაძისთვის ცუდი რამ. ის ამისთვის ჩალიჩობს კიდევაც, მაგალითად, როცა კაკაბაძე წერს, რომ რა კარგია, რომ ბანკი გაძარცვეს, იმიტომ რომ ეს ფული, რომელიც არის ბანკში, არის კაპიტალისტების და წურბლების ფული, ეს მარგინალიზებას ახდენს საკუთარი თავით, ხო? რა თქმა უნდა. და ეპატაჟია და სიგიჟე და ძალიან კარგია რო არის. უბრალოდ ჩვენ სხვა ორ მნიშვნელოვან ჯგუფზე ვსაუბრობთ, ამიტომ გეკითხები შენ. ჩვენ გვინდა თუ არა მეტი კაფიო მესიჯები, კარგი, ნატოს თავი დავანებოთ. პროდასავლური კურსისთვის თუ იქნებ სხვანაირად დაგისვა კითხვას. იქნებ უნდა გავყოთ სამხედრო ოპერაციები და პროდასავლური კურსი სამთავრობამ რაღაცნაირად უნდა მოახერხოს, რომ ერთმანეთთან არ ასოცირდებოდეს. არა, ჩვენ რო გადავხედოთ ახლა ავღანეთთან დაკავშირებულ მოვლენებს, ავღანეთში ჯარები შეიყვანა, ანუ ჯარები შეყვანეს, ანუ ამ შემთხვევაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა. ეს იყო ნაბიჯი, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ აი იმ ვალდებულებებს, რომელსაც ის ნატოს წინაშე ვერ ასრულებდა, გადაფარავდა და კომპენსირებას მოახდენდა. ანუ რამდენადაც მე ჯარისკაცს შეიყვანდა ავღანეთში, მით მეტად აპატიებდნენ, თქვათ, იგივე კანონის უზენაესობის დარღვევას, მით მეტად აპატიებდნენ, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ იმაზე, რომ თქვათ, ეს არის ცალკე სამხედრო კომპონენტი და ეს არის ცალკე იგივე სამოქალაქო კომპონენტი, პოლიტიკური კომპონენტი, ამ შემთხვევაში რეფორმები და ასე შემდეგ, რომელიც თქვათ, ნატოში ინტეგრაციის გზაზე უნდა გაევლოს საქართველოს, მაინც მე ვერ ვიტყვი, რომ თქვათ, ნატოსთან დაახლოება მოხდება, თქვათ, იგივე ნებისმიერი რაოდენობის ჯარისკაცის გაგზავნით ავღანეთში, იმიტომ რომ მაშინ ამ ლოგიკით რო გავყვეთ, ესე იგი 5000 ჯარისკაცი ჩვენ რო გავაგზავნოთ, ჯარი რო გავაგზავნოთ, შესაბამისად უფრო რა უნდა მივიღოთ ნატოში, ხო? აქედან გამომდინარე, ეს იყო უბრალოდ თავიდანვე არასწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ ერახში დავამტკიცეთ ჩვენი მზაობა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის, მაგრამ ავღანეთი უკვე გადაწყვეტილება იყო სწორედ იმისა, რომ კრიზისულ მდგომარეობაში სააკაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ჩვენი ხალხი, როცა დაუკავშირა ჩვენი კონტინგენტის მრავალრიცხოვნება ნატოში მიღების სიცოცხლეს. და თუ ეს არ არის დაკავშირებული, მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ ერთი წლის განმავლობაში დაჩქარებული ტემპით შევამციროთ და ისეთ იმდენი ადამიანი ეს არის ძალიან რთული სიტუაცია, ზოგადად ძალიან რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი ერთი ჯარისკაცის კი ძალიან მნიშვნელოვანია იქ, იმიტომ რომ ნატოში არის ძალიან ბევრი ცარიელი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხო, სამშვიდობო კონტინგენტის მიერ და აქედან გამომდინარე, იქ ნებისმიერი ერთი ჯარისკაცის გამოყვანას კი ის ამ ცარიელს რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ეს ჩვენ ხო მართლაც და პარტნიორები ვართ იმ ქვეყნებს, რომელთან ერთადაც იქ ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე, გამოყვანაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. ამ შემთხვევაში ჩვენ გაუტეხავდით ჩვენ პარტნიორებს პირს და შესაბამისად ეს ჩვენ რეპუტაციასაც რა თქმა უნდა შელახავდა. თავიდან იყო გადაწყვეტილება არასწორად მიღებული, თორე ამ შემთხვევაში ხა გამოყვანაზე ლაპარაკი და შემცირებაზე ლაპარაკი ცოტა არასწორად შესაბამისად ალბათ უპასუხისმგებლოა ელემენტარულად გადაწყვეტილება. ეს იყო ავანტიურული პოლიტიკა მთლიანად თავიდან ბოლომდე სააკაშვილს. მე მახსენდება მაგალითად ახალწელს როგორ შეხვდა ბაზაზე მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ როგორ დახარჯა ასეულობით ათასი ლარი დუბაიში გართობაზე იქვე. ეს მიუთითებს იმაზე თუ რა შეშჭირდება მას ავღანეთის თემა და თუნდაც ის ბოლო ვიდეოები რომელიც გავრცელდა მოგულისხმობს სააკაშვილის ეგრეთ წოდებულ ინტერვიუს, როცა ის ეკითხება აბსოლუტურად ღიად რამდენი მოკალი და ასე შემდეგ, ესეც რა თქმა უნდა მიუთითებს იმის რომ მხოლოდ შიდა პოლიტიკურ რაღაც ამბიციებს, მაგრამ როცა აღარ იქნება მიშა ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს როგორ გითხრა მიშა ახლა არის გარკვეულწილად სასარგებლოც კი არის ამ ხელისუფლებისთვის ხო ხდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ობიექტურად მას ბრალდება ობიექტურად განა იმიტომ რომ ესე არის კარგი პიარის მაგრამ ობიექტურად ხელს უშლის რაღაცებს თუმცა როცა მიშა აღარ იქნება ამის მერე პრობლემები გამწვავდება შენ ელოდები ამ დროს როდესაც უკვე მთლიანი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლების წინაშე ველოდები ამ დროს რა თქმა უნდა ანუ როგორ უნდა იყოს კი რა თქმა უნდა დღესდღეობით ობიექტურად შე როგორც თქვი მიშა შეიძლება იყოს რაღაც განტევების ვაცი
ელემენტარული თავისი ნაბიჯებიდან გამომდინარე. საბოტაჟი ეწევა კი ბატონო. კიდაც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან რთული ხელისუფლებისთვის, ზუსტად შემდეგ პირისპირ დარჩეს საზოგადოების წინაშე და გაუმკლავდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც მოდის საზოგადოებიდან. ხო ეს იქნება უპირველეს ყოვლისა არა ნატოზე და ვთქვათ, დასავლეთზე ინტეგრაციაზე, ჩემი აზრით დამთავრდება საერთოდ საუბარი, დაიწყება სოციალურ პოლიტიკაზე საუბარი, დაიწყება განათლების პოლიტიკაზე, უფრო ინტენსიურად საუბარი, დაიწყება ეკონომიკის პოლიტიკაზე, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე, უფრო ინტენსიურად საუბარი. და აქ უკვე ის განტევების ვაცი აღარ იარსებობს. ნუ შესაბამისად ხელისუფლება დარჩება საზოგადოების წინაშე. ამას ველოდები და შესაბამისად, იმიტომ ავირჩიეთ მე მგონი ეს ხელისუფლება, რომ აი ამ ვთქვათ, პრობლემებს უპასუხოს. გამოდის რომ ეს ერთი წელი რაღაცნაირად უნდა მეტნაკლებად შეღავათიან რეჟიმში ვამყოფოთ ეს ხელისუფლება, სანამ არის ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი. ესე გამოვიდა. ეს ხელისუფლებასაც აწყობს ამ შემთხვევაში. ხო, არა, შეღავათიან რეჟიმშია ფსიქოლოგიურად თუნდაც, იმიტომ რომ როცა მიდიხარ და რაღაცებს აკითხები, იმ წუთში ჩანს რომ ეს კაცი თავისი გავლენები რაც შერჩა მცირედი, ცდილობს ხელის შეშლას. თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ, აი დღეს იმართება უშიშროების საბჭო. ერთადერთი რისთვისაც ჭირდება ეს არის სატელევიზიო სურათი იმის რომ ის ძის მაგიდის თავში და სადაც გვერდზე ძის უნარიანობას. ხო, არა, ნუ ეს სურათი, ეს ვიდეო და მეტი არაფერი. ჩემთვის ეს არის ცხადი. თუმცა პრემიერ-მინისტრი იძახის რომ არ წავა მას სხვა საქმეებიც აქვს და ვერ დაარწმუნოს იმაში რომ ეს მოწვევა არის მნიშვნელოვანი. რაც დარჩა ის ძალებიც არ მოქონდა. არა, მე ვერ ვიტყოდი რომ არ არის მნიშვნელოვანი. ის საკითხები რომელიც აქ არის ესეთი რაღაც იძულებითი კოაბიტაციის მომენტი. ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაცია თავიდანვე იყო არასწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ლეგიტიმური ძალა. ანუ ჩვენ კოაბიტაციაში უნდა შევსულიყავით მაშინ, როდესაც ჩვენ შევცვალეთ რეალურად სისტემა. და არ შეგვიცვლია ერთი პარტია მეორეთი, ხო? როდესაც ერთი პარტია ნორმალურ ჩამოყალიბებულ ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგალითად კოაბიტაცია საიდანაც მოდის, როგორც არის საფრანგეთი, ხო? საფრანგეთში კოაბიტაცია ხდება, როდესაც ერთი პარტია, უკვე ეტაბლირებული პარტია, ინსტიტუციონალიზებულ გარემოში, ერთი პარტია მეორეს ამარცხებს, შესაბამისად, მათ შორის შესაძლებელი იყო მე კანონის შეცვალეს და კოაბიტაციის უკვე ალბათობა აღარ არის ხოლმე, მაგრამ მათ შორის ხდებოდა კოაბიტაცია, მაგრამ ჩვენ ხო პარტია არ შეგვიცვლია, ჩვენ შევცვალეთ რეჟიმი, ჩვენ შევცვალეთ სისტემა. აქედან გამომდინარე, კოაბიტაციაზე ამ ძალიან დიდი იყო ალბათ უცხოელების მოთხოვნა, რომ ეს კოაბიტაცია კონდა და მეორეს მე მომწონს ის რომ ზუსტად იმიტომ რომ კოაბიტაციის პროცესში ვართ, იმიტომ მიმდინარეობს პროცესები ესე მწვავედ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ რომ ერთხელ და სამუდამოდ გვეთქვა რომ ეს არის ჩვენ შევცვალეთ რეჟიმი და შესაბამისად იგნორირება უნდა მოგვეხდინა ზოგადად. აი ამ პოლიტიკური ძალის პოლიტპარტიმართა ძალიან დიდი ჯგუფი რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია რეჟიმის თაობაზე. არ მიუღია, პარლამენტს არ გაუკეთებია პოლიტიკური შეფასება. აი პარლამენტს არ გაუკეთებია პოლიტიკური შეფასება, პარლამენტზე არ არის საზოგადოებრივი დისკურსი, აი ეს თემა ეს მწვავედ რო არ დამდგარა თვითონ რეჟიმის გასამართლად. მე არ ვლაპარაკობ პარლამენტზე და ასე. ეს არის ცოტა ესეთი მიშისტური მიდგომა, ხო? აი ვიღაცას მივიღოთ რაღაცაზე რეზოლუცია და თუმცა ამ რეზოლუციის შემდეგ უნდა მოყოლოდა რა თქმა უნდა აქ იყო მთავარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. გინდაც მოსამართლეების ამბავი. მოსამართლეებზე რა არასწორი განაჩენები აქვს ამ მოსამართლეებს ჩვენ ნახეთ გამოტანილი საზოგადოებრივი დისკურსი არ მოხდა. საზოგადოებას ამაზე საუბარი არ დაუწყდა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება არ მოხდა. და ამიტომ მიცეს ზუსტად იმ მოსამართლეებს თავისუფლება, რომ აი ის ადამიანები აერჩია. მაგრამ აქ ის მის კითხვა, ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომელსაც ზოგიერთი მოსამართლე იატაკქვეშეთიდან ავრცელებს, ანუ არასაჯაროდ. ჩვენ ვიღავით მიშას მოსამართლეები, მიშა აღარ არის და ჩვენ არ გვინდა რომ გავხდეთ ბიძინას მოსამართლეები და ვიქნებით დამოუკიდებელი. კი, მათ ჩადენილი აქვს უამრავი რამ, მაგრამ მეორე მხრივ ის მის კითხვა, რა იქნებოდა კარგი ზოგადად ქვეყნისთვის. ანუ მოქცეულიყო იმის მსგავსად როგორც მოიქცა მიშა მათ 2004-ში ეს ხელისუფლება თუ მიეშვა თავისნებაზე და არა მიუშვა თავისნებაზე. ანუ ეხა მოსამართლე მე გეუბნები რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების შემდეგ ჩატარებულიყო ეს არჩევნები ზუსტად აი ამ საზოგადოებრივი აზრი ფორმირებული არა მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი გულისხმობ რომ საზოგადოებას გაეგო კონკრეტულად ყველა იმ მოსამართლეს სახელი რომელსაც აქვს რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ზოგიერთ ეს იქნებოდა ჩარევა. რაში ჩარევა? გარკვეულწილად იქნებოდა მოსამართლის სტატუსი თავისთავად
გულისხმობს იმას, რომ სახელდაგვარს კი არ გეუბნები შალვანა. ზუსტად იმ ხასიათს, იმ ლოგიკას, რასაც სასამართლო ხელისუფლება იდგა. აი რეფლექსია უნდა მომხდარიყო საზოგადოების, აი ამ პროცესებთან დაკავშირებით. თორე როგორც მათ გააკეთეს მაგალითად ციხის კადრების შემდეგ, როდესაც ალიამ თუ არ მახსოვს რომელიღაცა გაზეთმა ასავალ-დასვალმა გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებიც ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ ეს სასამართლო კორპუსი, მოსამართლეთა კორპუსი, მათი ქმედებები ხო რაღაც გარკვეულ ლოგიკას ეფუძნებოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი, რეჟიმი რა არის? რეჟიმი არის მართლობის ლოგიკა. მარტივად თქვა, ბექა, რა უნდა ეკნა ხელისუფლებას? ხელისუფლებას არაფერი არ უნდა ეკნა. ჟურნალისტებს უნდა ეკნათ ელემენტარულად. მედიაში უნდა წასულიყო, მედია არის დღეს საზოგადოებრივი არის მაფორმირებელი. დისკუსია ამ თემაზე. სასამართლოზე? კი, სასამართლოზე კონკრეტულად და როდესაც შემდეგ ჩამოყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, ანუ გაიკიცხებოდა საზოგადოების თვალში ის ლოგიკა, რა ლოგიკითაც სასამართლო კორპუსი, მოსამართლეთა კორპუსი მოქმედებდა, შესაბამისად ეს მოსამართლეები ვეღარ გადაწყვეტილა. არ არის შალვა გაკეთებული. როგორ არაფერი არ არის. ოქტომბრის გამარჯვებაში ლომის წილი შეასრულა იმან, რომ საზოგადოებამ გაკიცხა ის სამართლის აღსრულება, რაც იყო სააკაშვილის დროს. შეასრულა პოლიტიკური შედეგით არ გაუკვე გაკიცხულიც არის და ნაგინების და ნაწყევლით და ასე შემდეგ. შენ ალბათ სიმართლე რო გითხრა, ვერც რეჟიმი ვერ გაიკიცხა სათანადოდ. იმიტომ რომ აქცენტი გაკეთდა მხოლოდ ციხის კადრებზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პოლიტპატიმრებს და თვითონ რეჟიმის ხასიათი, ეს ავტორიტარული მმართველობის სტილი. რომელიც იგნორირებდა აბსოლუტურად ყველას და შესაბამისად მოქმედებდა მხოლოდ მისი პრინციპების მიხედვით, ზუსტად ეს ავტორიტარული მმართველობის სტილი არ გაკიცხულა. ამაზე საუბარი არ ყოფილა თუ რას ეფუძნებოდა სააკაშვილის. იყო ლაპარაკი ციხის კადრებზე, იყო შემდეგ ლაპარაკი პოლიტპატიმრებზე და ასე შემდეგ. არ ყავს ჩვენ ამდენი კომპეტენტური ანალიტიკოსი და ექსპერტი, რომ ამაზე ილაპარაკოს. არ ყავს არა, ჟურნალისტებიდან მოდიოდეს იმპულსები და შესაბამისად გამოჩნდება. ნაგებ ლაპარაკობ და საუბრობთ. ჟურნალისტიკა სამწუხაროდ ისეთია, როგორც თელ ქვეყანაში რაღაცები, პოლიტიკა როგორც არის, ფეხბურთი როგორც არის. სხვა შორის ივანიშვილი სწორად ამბობს ამას, რომ რაღაც ერთ უბანზე არსებული პრობლემები არ არის მხოლოდ ამ ერთი უბნის, ამ ერთი დარგის პრობლემა, არამედ არის მთელი საქართველოს გამოძახილი. არ შეიძლება შენ ყავდეს სუპერჟურნალისტი, ბევრი და ამავე დროს იყოს სხვა ექსპერტებს თუ სხვა რაღაცას ჩამორჩენა. ეგეთია როგორც არის. კი, კარგი, მას შევთანხმდეთ ამაზე. არა, მე ავღანეთს მოვწყდით ჩვენ, ავღანეთთან დაკავშირებით ერთი რაღაცა მინდა გითხრა რა. ავღანეთში ეს პრობლემა, ავღანეთში რა პრობლემას დგას რეალურად. ეს პრობლემა იმ ჩარევებით, იმ ტიპის ჩარევებით, როგორც მიმდინარეობს ამ შემთხვევაში, ვითომ აი სამშვიდობო მისიები და ასე შემდეგ არ გადაწყდება. იმ ფულს, რასაც თქვათ, აი სამხედრო ოპერაციებში ხარჯავენ ეს ქვეყნები, ელემენტარად რო დახარჯონ, თუ გინდა წამგებიან ფაბრიკა ქარხნებზე, რომელიც შეიძლება იქ აშენდეს და დაასაქმოს ხალხი, შესაბამისად ეს პრობლემა უფრო მალე აღმოიფხრება, ვიდრე თქვათ, აი რაღაცა 100 წლიანი და 500 წლიანი რაღაცა სამშვიდობო მისია. აქედან გამომდინარე, არაფერს არ აღარ რეალობა. პირიკუიუ მიჩინა არალა, ანუ ეს ზობილი ბიბლიური გამონათქვამია. ნუ ეხლა რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს? არიან კონკრეტული პირები, კონკრეტული ტერორისტული დაჯგუფები, რომელსაც რაც არ უნდა ქარხანა გაუხსნა, ისინი შეიფარებენ ალ-ქაიდას მებრძოლებს, რომლებიც ახდენენ ტერორისტულ აქტებს. ტერორისტები ეს თვითონ არიან ეს ალ-ქაიდას და თალიბანის მებრძოლები. რომლებიც ნებისმიერი ტერორიზმი, გინდაც ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში არსებული ტერორიზმი, ფარკი აიღე, ხო თქვა? ფარკი აიღე. ფარკი რატო გადარჩა? დღემდე რატო არსებობს? არსებობს იმიტომ, რომ მოსახლეობაში აქვს დიდი მხარდაჭერა. კი. იმიტომ, რომ ის ხალხი არის მოწყვეტილი აბსოლუტურად ყველანაირი განვითარების პერსპექტივას და შესაბამისად, აქედან გამომდინარე თანამშრომლობენ არა მთავრობასთან, არამედ თანამშრომლობენ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რადგან მათი სიმპათიზანტები არიან. იგივე არის ავღანეთში ქარხანა. იგივე არის ავღანეთში. რატო? იმიტომ, რომ სოციალურად, რა ვიცი, ეს ძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული ადამიანები, რომელსაც განათლება არ აქვს, 90% ანალფაბეტია, ხო? ქალები, 70% მთელი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ისინი მათ სოციალურად უზრუნველყოფილი ადამიანი ნაკლებად არის მიდრეკილი ექსტრემისტული ორგანიზაციებში გაწევრიანებისადმი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა და თუ გინდათ ქართული ჯარის გამოწვევისა, უკან ქართული შეიარაღებული ნაწილების გამოწვევისა და მთელი ამერიკელების, კანადელების, ესპანელების და ასე შემდეგ არის იქ
სოციალური პროექტების განხორციელება. განათლებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელება და შესაბამისად ეკონომიკას გინდა წამგებიანი იყოს ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ძალიან ბეკანაცვიშვილი არის ჩვენი გადაცემის იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დამთავრდა ჩვენი გადაცემა, საინტერესოდ ვისაუბრეთ და არანაკლებ საინტერესო იქნება ალბათ ანასთან, ანა დოლიძესთან საუბარი, რომელსაც ველოდებით პაუზის შემდეგ სტუდიაში. წავედი. ანა დოლიძე მოვიდა ჩვენთან გადაცემაში, მოგესალმები ანა. სალამი შავა. როგორ ბრძანდები? კარგად. ესე იგი, ქერასაც ველოდებოდი, შავგრემასაც და თუმე წითურად შეუღებია ჩვენს ანასთმები და მოვიდა და ფურცელი და კალამი. ესე იგი, ამერიკაში გაუშვით, ესე იგი, რა გოგო და მოვიდა ფურცელი და კალამი, თუ ჩაიწეროს, ახლა შენიშვნები გქონდეს. ანა, საქართველოში რამდენი ხანია რაც არ ყოფილ ხარ შენ? მე უკანასკნელად ვიყავი აგვისტოში. აგვისტოში არჩევნებამდე. როგორ აღიქვეს უცხოეთში ძალიან ზოგადი შეკითხვაა, მაგრამ იქ სადაც შენ ხელი მიგიწვდება, ისტაბლიშმენტთანაც შეიძლება რაღაც სიახლოვე გაქვს, გამარჯვება ქართული ოცნების. ანუ რა არის ეს სინამდვილეში? აქვთ მართლაც შიშები, რომ პრორუსული იქნება ეს ქვეყანა და ასე შემდეგ. ცირა, სხვათა შორის აღქმა მე მგონი გაუჭირდათ დასავლურ წრეებს. და ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ მათი ანალიტიკური მუშაობა საქართველოში არასოდეს არ იყო, ნამდვილად არასოდეს არ იყო ადეკვატური, რეალობის შესაბამისი. პროგნოზებში ჩვენი ანალიტიკოსები ბევრად უფრო მართლები იყვნენ, ვიდრე იგივე ამერიკელები და თვითონაც აღიარებენ, რამდენიმე სტატიაც დაიწერა ამასთან დაკავშირებით. რომ არელოდნენ ამ გამარჯვებას და ის რომ არელოდნენ ეს იყო მხოლოდ არასწორი ანალიზის ბრალი და იმის ბრალი რომ ისინი ვერ აღიქვავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას შესაბამისად. დღეს რა სიტუაციაა? დღევანდელ სიტუაციაში მე მგონი ჩვენ ყველანი უნდა ვამაყობდეთ ერთი ფაქტით, რომ ის შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა არ გამართლა, ეს შიშები ქვეყნის შიგნითაც თითქოს და იყო და ქვეყნის გარეთ სახელმწიფოებრიობა ქვეყნის შიგნითაც იყვნენ სკეპტიკოსები, მაგრამ სახელმწიფოებრიობა ჩვენი შემდგარია. იგი აგრძელებს საქმიანობას სახელმწიფო აპარატში. ანუ ამის შიში დასავლეთში აღარ აქვს, რომ რუსეთს ჩავბარდებით და რაღაც მე მგონი ამის შიში აღარ არის და ამავე დროს რომც იყოს იმის აზრი და სიფრთხილე საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. კი ბატონო. თორე ჩვენ როგორც ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და საკუთარი ინტერესის მიხედვით უნდა წარმართოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. სწორედ ის მინდა გითხრა. მე მაქვს დაბეჭდილება, რომ სტანდარტი, რაც ადამიანის უფლების დარღვევას უდგებიან საქართველოში ეხლა, არის გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე იყო მიშას დროს. ანუ ეს კარგიც კია, მაგრამ არის ეს განცდა სწორი? ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით, თავიდან აკეთებდა ვაშინგტონ პოსტი, ახლა კიდევ ერთხელ გააკეთა. მე მიმაჩნია არის ზედაპირული, ძალიან მიკერძოებული და ყველაზე სასირცხვილო არის, მე ვფიქრობ ამ გაზეთისთვის, რომ ის არის ემპირიულად დაუსაბუთებელი. ანუ პირველ განცხადებას ხურს, მე ეს კარგად მაქვს გარჩეული, რომელიც გააკეთეს ხელისუფლებაში ოცნება რომ მოვიდა. ისე ეფუძნებოდა ელემენტარულად არ იყო გამოკვლეული ის ფაქტები, რომელიც ლობისტების მუშაობის შედეგი შეიძლება ყოფილიყო. თავის დროზე მე ეს იყო, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ნანახი ჩემი გამოსვლების დროსაც ვაშინგტონში დიდი არმია ლობისტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას იქ ყავდა. მე ამას არ გამოვრიცხავ ნამდვილად. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს საკუთარი ცირცხვილია ისეთი მაღალი რეპუტაციის გაზეთის, როგორც არის ვაშინგტონ პოსტი. აი პირველი ბოლოს შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი, ხო, ვიცი რომ შეუმცირეს უშიშროების საბჭოს ლობისტების დაფინანსების საშუალება, ეს ძალაშია შესული თითქოს და კავშირები აქვს და ძალიან ახლო კავშირებია, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო კავშირებია არა მარტო პიროვნულ დონეზე, არამედ იდეოლოგიურ დონეზე. რას გულისხმობ? აქ გულისხმობ იმას, რომ ის ეკონომიკური კონკრეტულად და სახელმწიფოებრივი ასევე პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა საქართველოში, იდეოლოგიურ თანხმდროში იყო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის გარკვეულ ჯგუფთან. ნეოკონსერვატორულ ჯგუფთან. ანუ გასაკვირი არის, რომ ისინი საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და ამ საფუძვლებს ისინი დაიცავენ. თუმცა მათი პოზიციები არ არის ისე ძლიერი, როგორც იყო ბუშის დროს და პირიქით. ნამდვილად არ არის, მაგრამ ისინი არიან წარმოდგენილნი, ეს არის ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, რომ ისინი არიან წარმოდგენილი პოლიტიკური ისტაბლიშმენტში. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაში არის ორი ძირითადი პარტია, რომლებიც ხელისუფლებაში მენაკლებად რადიკალური ფრთები. რადიკალური ფრთები.
ხაზმეთა მრავალფეროვნება არსებობს. დღეს ისინი არ არიან გაბატონებულნი, როგორც იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ იდეოლოგიურ ინტერესებს ესეთ პერიფერიაში არ დაიცავენ. ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს სენატორებმა. სწორედ ამ ხვთვის სენატორები არიან ისინი, რომლებიც მე არ მახსოვს მართალი გითხრათ ამ სენატორების გვარები, მე ვიცი რომ პერიოდულად მაგალითად მაკეინი აკეთებს განცხადებას. სხვები იყვნენ. მე არ მახსოვს, მაგრამ რაც შეეხება ამ დაკავებებს, იგივე თავის დროზე ნატოს აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა განცხადება, ამის შიში რომ არსებობდა, მე არ მიკვირს. იგივე განცხადება მაგალითად კეთდება უკრაინასთან დაკავშირებით, კი, თუმცა ეგ ანალოგიები ცოტა ნამდვილად ზუსტად ამას ვამბობ. ეს ანალოგიები გააკეთდა პრესაში და მე ვფიქრობ, ეს ანალოგიები არასწორია და მიუთითებს იმ ტიპის აზროვნებას, რომელიც ამ წრეებს ახასიათებს. ეს არის რაღაც კოპირების მეთოდით სიტუაციების ანალიზი. თუ უკრაინაში საქმე გარკვეულად წარიმართა, მაშინ ისვენავენად უნდა გავაკეთოთ ანალიზი საქართველოში, რაც უბრალოდ არასწორია, ძალიან ზედაპირულია და არ შეესაბამება. ზუსტად იმიტომაც ცდებიან ისინი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების ანალიზში, რომ ერთ ყაიდას არგებენ საკუთარ მოსაზრებას. ერთ-ერთი ასეთი სენატორი არის ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო. გეუბნება რამე ეს? არ მეუბნება ეს. არა, გასაგებია. შეიძლება აქაც ლობისტების საქმიანობის ხელი ვნახოთ, ხო? მე ამას არ გამოვრიცხავ. კი ბატონო. ასევე არ გამოვრიცხავ, როგორც თქვი, პირად ურთიერთობებს, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ ამ ადამიანებთან და ასევე იდეოლოგიურ საფუძვლებს და ღრმად რო შევიდეთ. შენი აზრით, აი ამ ცვლილებების დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს აქვს სააკაშვილთან შედარებით გაცილებით თხილი თუნდაც რიტორიკის დონეზე დამოკიდებულება რუსეთთან, როცა ის გაცილებით მეტად დაბალანსებულ პოლიტიკას მისდევს, ხო? იქნება არის თუ არა საშიშროება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერა ან შესუსტეს ან სახე იცვალოს? მე ვფიქრობ, სიფრთხილესთან დაკავშირებით ამის საშიშროება არ არის, იმიტომ რომ მგონია, რომ თავად ამერიკის ინტერესებში არის რეგიონული სტაბილურობა. მე ვფიქრობ 2008 წლის ომი აგვისტოს ომი არ ჯდებოდა ამერიკის სახელმწიფოებრივ ინტერესებში და რეგიონში სიტუაციის დაძაბვა ამერიკის და არც ევროპის ინტერესებში ნამდვილად არ ჯდება. პირიქით, მის ინტერესებში ჯდება, აგერ რუსეთი ახლა შეუშვეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად. ეს რას ნიშნავს? რომ მსოფლიო ინტეგრაციისკენ მიდის მსოფლიო თქო ეკონომიკური ელიტის ინტერესი არის პირველ რიგში ვაჭრობა. სავაჭრო ბაზის გავრცობა და არა დესტაბილიზაცია. ეხლა ამერიკული ფირმები ზეიმობდნენ ამ ფაქტს, ისევე როგორც უზარმაზარი ბაზარია. უზარმაზარი ბაზარი გაიხსნა მათთვის, ეს არ ნიშნავს, რომ კეთილდღეობა დადგება ხვალვე რუსეთში. მე სხვათა შორის უფრო სკეპტიკოსი ვარ ამ მხრივ, მაგრამ რომ გავაანალიზოთ, არ შეიძლება ჩვენ წარმოვედგინოთ, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია არის ამერიკის თუმცა ნატოს თემა ძალიან მნიშვნელოვანი. პუტინი, რომელიც არის თავისებური პოლიტიკოსი, თავისი გაგება აქვს საერთოდ რუსეთის როლისა და ამის საფუძველი მას აქვს, რადგან უდიდესი ქვეყანა, ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ ავტონომიურად გამიმართდეს და აქვს ბირთვული იარაღი. პუტინი იძახის, რომ არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას საქართველოში და ამიერკავკასიაში და ზოგადად მიაჩნია საქართველოს თავის სამწყსოდ. აი აქ ეს პრობლემა როგორ მოგვარდება შენი აზრით? მე ვფიქრობ, ეს ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით მესმის, რომ ეს თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით მე ორი პოზიცია მაქვს. პირველი, თუ ჩვენ გვინდა ნატოში წევრობა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის პანაცეა. მე ვფიქრობ, რომ არსებობენ ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც კარგად ახერხებენ საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმართვას ნატოს წევრობის გარეშე, მაგრამ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნატოს წევრობა აუცილებელია, აქ უნდა იდგას ორი საკითხი. პირველი, ნატოს წევრობისათვის ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ჩვენ გაწევრიანებულ, უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ მუდმივად მათხოვრები ვერ ვექნებით ნატოს კარზე. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან უნებრივია, არა მე ვფიქრობ, ამ მხრივ აუცილებელია ასევე ჩვენ საგარეო უწყებამ მეტი სიგნალი. რაც ხდება თურქეთში დღეს, ხო? თურქეთი ამდენი ხანია ევროკავშირის კარზე დგას, ბოლო-ბოლო თურქეთში მოვიდა ის ხელისუფლება, რომელმაც საჯაროდ აი ამ თხოვნაზე რომ მივიღეთ ევროკავშირში ხელი აიღო. ყოფილია ძალიან ბევრი ის პრინციპი, რომელიც თურქეთს დაახლოვებდა ევროკავშირს, მაგრამ რაც ხდება ამის გამო,
ჩვენ ხედავთ ქუჩებში, სტამბოლის ქუჩებში და ქალაქებში. სასახად არის დიდი მოუკმაყოფილება, მე ვფიქრობ, ძირითადად ეკონომიკური პოლიტიკასთან დაკავშირებით თურქეთს, მაგრამ მე ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკას თურქული ხელისუფლების. ბუნებრივია და ეს ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა იცოდენ დასავლეთში, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ნატოს მომხრე არ იქნება და თუ ჩვენი მსხვერპლი ავღანეთში გაიზრდება და ის იზრდება, საზოგადოებრივი აზრი აქ შეიძლება, ამიტომ მათ დროზე უნდა იმოქმედონ. მაპის კარზე უკან მე რამდენი წელია ჩვენ გაჩერებული. ანუ ისინი არ უნდა შემოიფარგლონ სტანდარტული ფრაზები. მომავალს კარიაც დახურული არ ძღია უკანასკნელად ეს გვი. ეს ერთი მეორე. რაც შეეხება საქართველოს უფრო ჯარის შემადგენლობას და აქ მე მიმაჩნია რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობ აბსოლუტური ეს არ არის მისგან რა თქმა უნდა იშვიათი ორ პირობა და თვალთმაქცობა. საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი, რამდენიც მე ვიცი, მომავალ წელს მიემგზავრება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში ამერიკაში. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დადის და გაიძახს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნატოში მონაწილეობა, უნდა გავაგრძელოთ იქ საქართველოს პერიფერიიდან ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონებიდან ადამიანების გაგზავნა. მე ვფიქრობ, მან თავის ვაჟი უნდა გააგზავნოს. აუცილებლად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, არა, წარმოუდგენელი არაბნაირად არ არის. მე შენ გეტყვი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, აქ მარტო პრეზიდენტს არ ეხება, პრეზიდენტი არის კარგი მაგალითი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი თავდაცვის მდგომარეობაში, ეს მე ვიზიარებ. არა, წვევამდელი ადამიანები უნდა წავიდნენ, ახალგაზრდაა ძალიან. მე არ ვიცი ზუსტად მისი ასაკი, მაგრამ ახალგაზრდა როგორ იქნება 18 წელს ხდება. წვევამდელი კი არა, კონტრაქტები არ უნდა წავიდნენ, ზუსტად მანდ ვარ მე. თუ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც უნდა გქონდეს მაღალი თავდაცვის უნარიანობა, ჩვენ არ უნდა გქონდეს კლასობრივი ნიშნით დაკომპლექტებული არმია. ეს სხვა თემაა. არა, სხვა თემა არ არის, იგივე თემაა. როდესაც ჩვენი პოლიტიკური ელიტა გამოდის და გაიძახის, რომ ჩვენ იქ უნდა დავტოვოთ ჯარები და ადამიანები, რომლებიც ვალების გასასტუმრებლად შვილები უნდა წავიდნენ. ეს არ არის სხვა თემა. ეს ეხება ძალიან კონკრეტული რეფორმის თემა, ეს ეხება ჯარის ფორმირებას იმაზე, თუ რა ტიპის სახელმწიფოს და რა ტიპის თავდაცვის სისტემას ვაჩვენებთ ჩვენ. ამავე დროს მე მიმაჩნია, რომ თვალთმაქცობაა ჩვენი ელიტის მხრიდან თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ლუკმა პურის საშოვნად მიემგზავრებიან სასიკვდილოდ, თურმე არიან კონტაქტორები და თავისუფალ არჩევანს აკეთებენ. ბატონო? გამორიცხავ, რომ სხვა мотиваცია აქვს იქ მებრძოლებს? მე არ გამორიცხავ, მე სხვათა შორის პიროვნულად მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან უზარმაზარ მსხვერპლზე მიდიან, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენ ნახეთ, ძალიან მარტივია ამის ნახვა. რა სოციალურ ეკონომიკური პირობებიდან მოდიან და ეს არის განპირობებული ჩვენი თავდაცვის სისტემით და გაწევის სისტემით, რომელიც სხვათა შორის ჩამოაყალიბა სააკაშვილის ხელისუფლებამ იმ მიზნით, რომ საკუთარი ინტერესები დაეკმაყოფილებინათ სწორედ აი ამ მოქმედის ხარჯზე. რამდენიც მე ვიცი, 6 თვეში ეს სისტემა მთლიანად შეიცვლება და არ იქნება საყოველთაო გაწევა, რაც კარგია. მე მინდა მკითხო იმ ფაქტებზე, რომელიც გამოაშკარავდა სააკაშვილის ხარჯებზე, მინდა მკითხო ბიუჯეტის ხარჯებზე. დასავლურ სამყაროში მის მიათედით რომ გამჟღავნებულიყო. ატყდებოდა თუ არა საზარელი სკანდალი? ეს რიტორიკული შეკითხვაა. მე ვიცი პასუხი. არა, ატყდებოდა საზარელი სკანდალი, თუნდაც მე გეტყვით, რომ იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, კანადაში, გამომჟღავნდა, რომ მერმა რაღაც რამდენიმე $1000 გადაიხადა საკუთარი შვილის ქორწილი, მაგრამ ეს ფული დააბრუნა შემდეგ. და ისეთი უზარმაზარი სკანდალიაც და ის პოლიტიკურად, რატომ ისესხა პოლიტიკურად დისკრედიტირებული და საუბარი იქ არ არის არც მილიონებზე. საუბარი არის იმ თანხაზე, რომელიც დააბრუნა. შენ წარმოგიდგენია, ანუ სააკაშვილი დადასტურდა უკვე, რომ წლების მანძილზე აი მის შვილს, რომელზეც ვლაპარაკობთ, უხდიდა დაცვის სამსახურის ხარჯებიდან სკოლაში. ეს არის როგორი სკანდალი, იცი, რომ ეს დრამი წარმოუდგენელია დასავლეთ ქვეყნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმი იყო და რა რეჟიმში ცხოვრობდით ჩვენ. სასახად მიუთითებს, მე დღეს მე ვფიქრობ, დასავლური წრეების შეჩვეულები არიან იმ ფაქტს, რომ ეს პირები, რომლებიც საქართველოს მართავდნენ ბოლო რასში არიან პასუხისმგებაში მიცემულნი. ის ვაივიში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შეგუებულნები არიან. ის ვაივიში, რომელიც მოსალოდნელი იყო ვანო მერაბიშვილის დაკავშირებით, არ შედგა და თავისთავად ჩვენ რო შევხედოთ ადამიანის უფლებათა მოთხოვნებს, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ადამიანის უფლებათა მძივე დარღვევების ჩამდენი უნდა დარჩენ დაუჭირებელი. სასახი მოთხოვნა არის. რამდენიმე 10 წლეულის შემდეგ მოხდა პინოჩეტის გასამართლება, გვატემალას დიქტატორის გასამართლება, სერბეთში მოღვაწე, ასე ვთქვათ, წყალებში მოღვაწე გენერლების გასამართლება. დღეს ასამართლებენ ურუგვაის დიქტატორებს, რომლებიც გადააბარეს ხელისუფლება. ამას არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, მოდი ასე ვთქვათ. არა აქვს ხანდაზმულობის ვადა და არ ამგონია
რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განხორციელების პროცესში თუ ასეთი მოთხოვნა დადგა, ვინმე გაუკვირდეს. და კითხვა, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს მოსამართლეთა თაობაზე, მე გამოვთქვი ეს მოსაზრება, რომ ორი არჩევანი იყო. ან ხელისუფლება მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა სააკაშვილის დროს მოსამართლეებთან და მიიღო ისეთი მოსამართლეებითგან შემდგარი იუსტიციის საბჭო, რომლებიც ადრე არ არიან ხილებული უკანონო განაჩენებში, ან მიეცა სრული თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი მოსამართლეებისგან შემდგარი იუსტიციის საბჭო, რომლებიც უკანონო განაჩენებში არიან ხილებული, მე მაინც ვირჩევ თავისუფლებას. შენი კომენტარი მინდა. მე ამასთან დაკავშირებით ვფიქრობდი, სხვათა შორის თვითონ დასავლურ მეცნიერებაშიც გაყოფილია აზრები, როდესაც ხდება ერთი რეჟიმიდან მეორე რეჟიმზე გადასვლა, როგორ შეიძლება მოექცე იმ სასამართლოს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღე. არსებობენ ადამიანები, მათ სხვადასხვა გუშინ მკითხულობდი იელის პროფესორის სტატიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალ ხელისუფლებას, ვინაიდან ეს არის ძველ რეჟიმთან წყვეტა, სრული უფლება აქვს მაგალითად შეცვალოს დაკომპლექტება. არა დაკომპლექტება შეცვალოს, მაგრამ დაუმატოს ადგილები, ეს პარლამენტს ხელეწიფება, იუსტიციის საბჭოს და ამით შეცვალოს შემადგენლობა. ერთის არავის არ გაუკვირდება. თუმცა მე მივიზიარებ იმ მიდგომას დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რომელიც ამ ხელისუფლებამ არჩია. მე ვიცი, რომ ადვოკატთა კორპუსი უკმაყოფილოა მაგალითად იმ საკანონმდებლო ორაზროვნებით, რომლებიც როგორც ჩანს მოსამართლეებმა გამოიყენეს. ეს გამოსწორებადია, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა უნდა დასახელდეს და აირჩეს იუსტიციის საბჭოში, რაც მთავარია. ის პროცესი, რომელიც ჩატარდა გვარწმუნებს, ერთხელ ვერ გამოიყენეს, მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია, ის სოციალურ პირობებს ერგება. ესმის, ანუ შეიძლება დაივიწყოს ის ქცევა, რომელიც იმ პირობებში ქონდა, ზეწოლის პირობებში, უკუაგდოს ეს და მომავალში მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ჩადენილი აქვს, არასწორი, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები. თან ასევე იგივე სამეცნიერო ლიტერატურაში კარგად არის ნაჩვენები პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, როდესაც კონკურენცია არის პარტიებს შორის და ხელისუფლებებს შორის. არის რამდენიმე ცენტრი, მაშინ წარმოშობს ხოლმე თავს სასამართლო როგორც დამოუკიდებელი არბიტრი და დამოუკიდებელი კორპორატიული კორპუსი. ანუ სასამართლო როგორც ასეთი, რომ საკუთარი ინტერესებს მაშინ იცავს, როდესაც იგი მოქცეულია არის უზურპირებული პოლიტიკურ კონკურენციის, როცა არ არის უზურპირებული ძალაუფლებები პოლიტიკური თუ ასე შემდეგ ერთ ცენტრის ხელს. ამ ხრივ ჩვენ დღეს ვითარება კარგი გვაქვს, ამიტომ ბევრად მეტი უფრო მოსალოდნელია, რომ არის იმედგაცრუება, რომ ის ადამიანი, რომელსაც მაგალითად ბიძინა ივანიშვილს წაართვა მოქალაქეობა, ის მოსამართლე, ხო? უკანონოდ ყოლად. ის მოსამართლეც არის სულხან მოლაშვილის მოსამართლეა მაგალითად. მართალი ხარ, მესმის და მაგრამ მედიის მხრიდან აქცენტირება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე თან არ მგონია, რომ იყოს სწორი, იმიტომ რომ ამ მაგალითად ზაზა მეიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლებრივ დანერგვის პოლიტიკას. ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა, დანაშაულებრივი, ვიდრე იმდენი ადამიანი გაუშვა ციხეში, ამას მოვიმკეთ ჩვენ კიდე ბოლომდე 20 წლის განმავლობაში. ანა ჩვენი განცემის სტუმარი, დიდი მადლობა ანა და ჩვენ გავალთ რეკლამაზე, გავისეირნებთ რეკლამაზე და შემდეგ ჩვენი გადაცემა ბრუნდება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში და რაც შეეხება ჩემს დღევანდელ თემას, ეს არის პატრიოტიზმი. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და პოეტი პაატა შამუგია იქნებიან დღეს ჩემი სტუმრები, პოეტი, რომელიც ამ თემას საკმაოდ არატრადიციულად მიუდგა საკუთარ ტექსტებში. მაგალითად, შემიძლია კონიუნქტურული დედაენა უცხოელი ტურისტებისთვის. ასეთ ლექსი მაქვს ამობეჭდილი. ფრაგმენტები შემიძლია წაგიკითხოთ. აი თითი, აი პუშკინის სკვერი, აი პარლამენტი, აი ამომგდები ძალის თეორია. არქიმედეს კანონი. აი შეთქმულების თეორიები, აი გუბას სალიკიძე, აი მთაწმინდა, სადაც განისვენებენ შოთა ილია, აკაკი ვაჭა და ჯაბა იოსელიანი. აი გალაქტიონის მერი, აი ქალაქის მერი, აი ინგა გრიგოლია, აი პრეზიდენტი. აი ერი, რომელიც წითელზე გადადის, რადასამალია და ხანდახან მწვანეზეც გადავდივართ. აი მწერალთა კავშირი, აი თამას წივწივაძე რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში.
აი ქართული სუფრა, აი ასევალ-დასავალი, აი ქალწულობის შემნახველი სალარო, აი ეროვნული სული, აი ცივილიზაცია, აი ჩვენ. აი ამ ჩემს საინტერესო მე არა ვარ. შენზე ჯერჯერობით მეც ვიფიქრე, ველოდებოდი ბოლოში შალვაც იქნება საერთოდ მაგრამ ვიღაცა ჩვენ დღეს ასევე ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ნებისმიერი ჩვენთაგანი ერთხელ მაინც აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, სადაც რაღაც არასასიამოვნო სიტუაცია იქნება. განსაკუთრებით რომელიც წევს. მოთმინება. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ვიბნეოდეთ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? პირველი უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების სამსახური, ტელეფონის ნომერი, აბა 112. სწორია, 112, თუმცა მანამდე ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ექიმი მოვა. ამ 6 საათის განმავლობაში სანამ მოვა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, 6 საათის განმავლობაში ძალიან ბევრია. ეხლა ამასაც შევეკითხებთ, რამდენ წუთში მოვლენ ისინი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მწვრთნელები მაია ჯეჯელავა და მარიამ ჯალაბაძე არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ და არა მხოლოდ ისინი. გივი. და დავარქვათ მანეკენს. გივი. ეს არ არის ჩვენი ოპერატორი, როგორც დავაანონს ეს გადაცემის დასაწყისში დავინდეთ უბრალოდ ის. მამრობითის სქესია, ჩაცმულებაზეც ეთყობა. უკაცრავად, აი ამ წეს ეგრეთ წოდებული კრანის ოპერატორს მინდა ვკითხო. ისეთი რაკურსი შეიძლება გავაკეთოთ, რომ სახე დავინახოთ ამ გივის? არის საშუალება. არის საშუალი? გაინტერესებს როგორ გამოიყურება? აბა, სახე. ჩას. სანამ შენ სტუმრები ყავდა ჩვენ გივი გავიცანეთ. მარიამს მივესალმები, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თავდაპირველად ჩალვას კითხვას გავცეთ პასუხი. 6 საათში მოდიხართ, 112-ს რო ავკრიფავთ მას შემდეგ. კონკრეტულ მისამართზე თუ რამდენ წუთში? 10 წუთში. მაქსიმალური დრო ეს არის 10 წუთი. თუ ძალიან შორი მანძილი არ არის, იმიტომ რომ ზოგი თბილისის მახლობელ სოფლებშიც გადის სასწრაფო და უნებრივია, დიდი დრო სჭირდება. თუმცა ხა პუნქტების რაოდენობა ძალიან ბევრი აქვს სასწრაფო დახმარების სამსახურს და ნუ ყველა მაქსიმალურად ცდილობს რომ ახლოს იყოს იმ დასახლებულ პუნქტთან, სადაც შეიძლება რაღაც პრობლემა გაჩნდეს. პრობლემები ძალიან ბევრია, თანმიმდევრობით მინდა მივყვე. ღმერთმა დაგვიფაროს და სიტყვაზე ან ჩვენ აღმოჩნდით ავტოკატასტროფაში, ან უბრალოდ სიტუაცია შეიქმნა ასეთი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს რა უნდა მოიმოქმედოს. მოდით ტრამვებით დავიწყოთ, თავის ქალის ტრავმა და მოგვიანებით ხერხემალზე რას მოვიმოქმედებთ, რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში აუცილებელია ის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ამოვიცნოთ, რა შეიძლება დაზარალებულს სჭირდეს. ანუ ზუსტად დავსახოთ, ესე ვთქვათ, გეგმა, რა შეიძლება მას ჰქონდეს. ანუ კარგად შევაფასოთ გარემო, ვთქვათ, იგივე ავარიაზე როცა ვსაუბრობთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის გარემო პირობები, როგორ მოხდა ავარია, რა სიტუაციაში, უსაფრთხოების იგივე ღვედი გამოყენებული იყო თუ არა და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ რიგითი ადამიანები მაინც ძალიან ვიბნევით ამ დროს, მით უმეტეს თუ არა ვართ განათლებით, თქვათ, სამედიცინო ექიმები, ამ შემთხვევაში აი თქვათ, ყველაზე მარტივი თქვათ და პირველ რიგში გასაკეთებელი. მინიმუმი უბრალოდ რაც შეიძლება რომ გავუკეთოთ ამ ადამიანს არის ის, რომ არ ვავნოთ მაინც და სანამ სასწრაფო მოვა და ის უფრო კვალიფიციურ დახმარებას შეძლებს, რამე არ გავაფუჭოთ მაინც. თუნდაც გაფუჭება შეიძლება მოხდეს ერთი ძალიან მარტივი და ძალიან არასწორი მოძრაობით და თუნდაც აი ხა საუბარი რომ გქონდეს ხერხემლის ტრავმაზე და კისრის ტრავმაზე, ერთმა პატარა არასწორმა მოძრაობამაც კი შესაძლოა რომ ეს ადამიანი საბოლოოდ ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვოს. ამიტომ ჩვენი მოწოდება იქნება და თხოვნა იქნება, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან ბევრს ჩვენ თავზე ნუ ავიღებთ და ნუ ვეცდებით, რომ თქვათ თუ საფრთხე არ არის და რაღაც გარემო ამას არ მოითხოვს, მანქანიდან გადმოვიყვანოთ, არასწორი მოძრაობა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. თუ არ ვიცით მეტი რა გავაკეთოთ, მანქანაში მაინც დავტოვოთ და ამის საშუალება მივცეთ იგივე სასწრაფოს ექიმს ან სხვა ვინც ეს. ანუ მაინც ველოდებით სასწრაფო დახმარების სამსახურს. ან შეგვიძლია ჩემი რჩევა იქნება კიდევ ეს, რომ გავაკეთოთ ისე, რომ ხელით გავაკეთოთ ეს იმობილიზაცია, რომ როგორღაც მოვახერხოთ ის, რომ კისერი და თავი არ გამოძრავდეს, იმიტომ რომ ამ დროს არის ხოლმე ძალიან ხშირად კისრის მალების დაზიანება და მოტეხილობა, რომელიც თავის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საშიში არ არის, მაგრამ საშიშია უკვე ის, რომ ამ მალამ ზურგის ტვინი არ დააზიანოს და ამის გამო ინვალიდი არ დატოვოს ეს დაზარალება. ანუ თავს და კისერს ვაფიქსირებთ ფაქტიურად. ვაფიქსირებთ კი ბატონო და უხეში მოძრაობებისგან ვიცავთ დაზარალებულებს, ანუ არ წამოვაყენებთ რაღაცა იძულების წესით მან სავარზიდან არ გადმოვიყვანთ და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად უმოძრაო, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ვტოვებთ სანამ არ მოვა სასწრაფო და ის უკვე თავისი ფარით, კისრის საყელოთი ფიქსაციით პაციენტს არ გადმოიყვანს თავისივე სავარძლიდან. გადავიდეთ მოტეხილობებზე. თქვათ, ამ შემთხვევაში რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ მაყურებელს? ტრავმის დროს კისრის კიდურების შეიძლება კიდური მოტყდეს ხელი ან ფეხი ადამიანს
და ამას მიხვდებით ისე რომ კიდური არის დეფორმირებული, ანუ უჩვეულოდ გამოიყურება, შეშუპებულია, შეწითლებულია და შეიძლება თუ ხელი მოვკიდეთ, რა თქმა უნდა, ფრთხილად თოვლის ჭრაჭუნის მაგვარი ხმა შევიგრძნოთ, დიახ. ნუ ტანსაცმელი კიდურზე არ უნდა დაუწყოთ, გახდა რომ არ დავამძიმოთ მოტეხილობა, უნდა გავჭრათ მაკრატლით. უკიდურეს შემთხვევაში შემოვახილეთ. შემოხევათ ცოტა შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს. უნდა გავჭრათ. და შემდეგ რა თქმა უნდა სასწრაფოს მოსვლამდე სანამ თანამედროვე რბილი სახის არტაშნები არის საკმაოდ კარგი დააფიქსირებდეს და შესაბამის მკურნალობას გაუწევდეს, დაუშვათ გვაქვს რაღაც ხელმისაწვდომი მასალა, ფიცრები, მყარი, მუყაო, ჯოხი, რომ დავაფიქსიროთ ეს კიდური ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის. დაზიანების ზევით და ქვევით ორ სასურველია სამ სახსარს მაინც მოიცავდეს ეს არტაშანი. მარიამი დამეხმარება ახლა და გაჩვენებს როგორ დაუშვათ ფეხი აქვს მოტეხილი. სიტყვაზე პაციენტს მოტყდა ფეხი. და ჩვენ ვიპოვეთ აქ ფიცრები. არის ასე დავაფიქსირეთ და ვიპოვეთ ასევე შარფები. უკიდურეს შემთხვევაში ნებისმიერი ქსოვილი, რომელიც შეგვიძლია შემოვახვიოთ. მოძრაობისგან დავიცვათ ეს პაციენტი, ანუ არ ვამოძრაოთ უხეშად, იმიტომ რომ ტკივილი, რომელიც ალბათ რა ვიცი, ბევრს გამოუცდია თავის თავზე, რომ არის მართლაც აუტანელი, არის სწორედ აი იმ არასწორი მოძრაობით გამოწვეული. თუ კიდურს მაქსიმალურად უმოძრაო მდგომარეობაში შევინარჩუნებთ, ტკივილი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი და საკმაოდ ესე ვთქვათ მართული. მინიმუმ ორ ადგილზე მაინც უნდა შემოუჭიროთ. მესამეც იპოვეთ საშუალება. ვიპოვეთ კიდევ შეგვიძლია ზევითაც თავარი არ ფიქსირება მოხდეს. თავარი არ და ორი საფენით, სამი საფენით და მოვათავსოთ ესე შვიდ მოსვენებულ გარემოში, არ ვეცადოთ მის გადაადგილებას, აწევას, მით უმეტეს გასწორებას, ამ მოტეხილობის ჩასწორებას, როგორც არის იმ მდგომარეობაში დავაფიქსიროთ უძრავად და დაველოდოთ სასწრაფოს. და 10 წუთში ჩვენ თქვენს მოსვლამდე ვასწრებთ ამ ყველაფერს. მე აქ რამდენი წუთი დავჭირდა. შევეცადოთ, უნდა შევეცადოთ. შეიძლება ითქვას, რომ კიდე რაღაცა ფსიქოლოგიური დახმარება გავუწიოთ. შეიძლება ძალიან ისე არეული იყოს და რთული იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ის არის, რაც ჩვენ გვევალება და რაც ჩვენი გასაკეთებია. ჭრილობიდან სისხლდენის დროს როგორ ვიქცევით? რას ვაკეთებთ ამ დროს? ჭრილობიდან სისხლდენა არის სხვადასხვა, შეიძლება იყოს კაპილარული, ვენური, არტერიული ან შერეული. ყველაზე საშიში არის არტერიული, როდესაც ასხავს სისხლი ჭრილობიდან შადრევნისებურად და ასეთი სისხლდენა, გარეგანი სისხლდენა აუცილებლად უნდა შეჩერდეს 10 წუთიც კი შეიძლება ისეთი დრო აღმოჩნდეს, რომ შოკი გამოიწვიოს პაციენტში. ჩვენი გივი მიიღო, ჩვენმა გივი ჭრილობა მგონი, ეხლა ვნახოთ. მეტი თვალსაჩინოებისთვის გივი დაზარალებულია უკვე ამ შემთხვევაში და დიახ. პირველ რიგში უნდა ჭრილობაზე პირდაპირ ზეწოლა არის საკმაოდ ეფექტური მეთოდი. აი ასეთი ბინტი სუფთა ქსოვილი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა ქსოვილი თუ ბინტი გვაქვს ხომ კარგი. პირსახოცი, ხელსახოცი, რაღაცა პირდაპირ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. და ზევიდან ვაწვევით? დიახ, სასურველია ამ დროს ხელთათმანი თუ გვაქვს, ანუ ჩვენ თვითონ ჩვენი თავი დავიცვათ სისხლის ინფექციებისგან. თუ ხელთათმანი არა გვაქვს, ერთჯერადი პარკი მაინც ხელზე ამოვიცვათ და პირდაპირ ზეწოლა არის მეთოდი. უნდა ჭრილობას ვაწვევით. პირდაპირ ჭრილობაზე ვადებთ აი ამ ძალიან ხშირად ამუშავებენ ხოლმე სპირტით. ეს შემდეგომ თქვეს, რომ არ არის სწორი და ჯობს ვთქვათ სარეცხის საპნით ან ამოსაკავებელი თუ ნებას მომცემთ დავასრულოთ დიახ ეს პროცედურა. კითხვასაც გავცემთ პასუხს, ანუ თუ გაიჟღინთა ეს სახვევი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხსნათ. ანუ ზემოდან ვამატებთ კიდევ. მეორე სახვევი ზემოდან ასე უნდა დავაჭიროთ. და მოხსნის შემთხვევაში რა რისკებია? განახლდება სისხლდენა. მე და თუ დაუშვათ იქ ან მეორე დაშავებული ყავს, ანუ ჩემი ხელით უკვე მე დაკავებული ვარ, შეგვიძლია აი ესეთი დამწოლი ნახვევი დავადოთ. აი ელასტიური ბინტი მაქვს და ამას დამწოლ ნახველს დავადებ.
როგორც კი ხვდებით, რომ სისხლდენა ცოტათი მაინც ჩერდება, უკვე ვაკეთებთ შემდეგ პროცედურას. იმისთვის რომ ხელი გავინთავისუფლოთ, შესაძლოა რომ თქვენ დაზარალებულს ვთხოვოთ, რომ თავისი ხელით დააწვეს ძლიერად. თუმცა ამ შემთხვევაში გივი ალბათ ნაკლებად დაგვახმა. თუ მაინც არ გაჩერდა სისხლდენა, ბოლო საშუალება არის რომ ლახტი უნდა დავადოთ. ნებისმიერი საშუალებაა, შარფი ვიპოვეთ, ცოტა განიერი უნდა იყოს ქსოვილი და არაწვრილი, მავთულისებური, თოკისებური და ჭრილობიდან 7-10 სანტიმეტრით ზევით უნდა დავადოთ ლახტი. მხოლოდ ერთ ადგილას? ერთ ადგილას და აი დავუშვოთ კალამი ვიპოვე მე. აი ასე. მე მგონი თქვენი მაყურებელი კარგად ხედავს, რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე, მოგეხმარებით. აი ასე. ეს შეიძლება იყოს ჯოხი, შეიძლება იყოს კალამი და ნებისმიერი საგანი. აი ასე მოუჭირე და მაქსიმალურად უჭერთ, რომ სისხლი არ მიეწოდებოდეს ფიქსირებს უჭერთ, სანამ სისხლდენა არ გაჩერდება. ანუ ორიენტირი არის ეს, რომ უკვე კარგად ფიქსაციის და მოჭერის შემდგომ უკვე ჭრილობიდან სისხლდენა უნდა აბსოლუტურად გაჩერდეს და უნდა შეწყდეს. კარგით, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დამწრობებზე. ნებისმიერი დამწრობა და მათ შორის მზისგან დამწრობა. აი დავიწყოთ თუნდაც ცხელი წყლით დამწრობა. კი ბატონო. კიდურებზე სიტყვაზე ბავშვი გადაესხა ცხელი წყალი. აი ამ შემთხვევაში პირველი რას ვაკეთებთ? ოღონდ ორ ჯგუფად გავყოფ, მოდით ამ დამწრობას იყოს ზოგადი სხეულის დამწრობა, ანუ უფრო დიდი პროცენტულობა როცაა დამწვარი სხეულის და მცირე ფართობის როცაა დამწვარი, თქვა იგივე აი ხელით აღწვია ყველას და რაღაც ესეთი პატარა ტერიტორია რომ თქვა. დიდი დამწრობის შემთხვევებში რატომღაც ძალიან მიღებულია საზოგადოებაში, რომ მაშინვე ცივი წყალი უნდა გამოიყენონ და ცივი უნდა გამოიყენონ. წყალი ნამდვილად ვეთანხმები ამ საზოგადოებას, არის იდეალური ვარიანტი სხეულის გასაგრილებლად და უფრო კიდევ იმისთვის, რომ წვა გავაჩეროთ ქსოვილოვანი და ხშირად ხმარობენ ზეთს. მე გამიგე მსგავსი, რომ რაც კატეგორიულად არის საკმაოდ მოწოდება იქნება, რომ ეს არ გააკეთონ და მოდით ცივი წყალი შევცვალოთ ოთახის ტემპერატურის წყლით, თუ ამისი ფუფუნება, ასე ვთქვათ, გვექნება იმისათვის, რომ შემდგომ ან ვიზრუნოთ გამოჯამრთელებაზე და მის ორგანიზმს დავეხმაროთ, რომ ის მეორე დღე იქნება თუ ერთი კვირის შემდგომი პერიოდი უფრო მარტივად გამოძრეს ამ სიტუაციიდან. ან ცივი წყალი ამ შემთხვევაში რა ფუნქციას ასრულებს? ცივი წყალი ზოგადად ამ შემთხვევაში ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ქსოვილოვან წვას აჩერებს. შეიძლება ცეცხლი აღარ უკიდია იმ ტერიტორიას და უშუალოდ წვა ესე დასანახად. ჩვენ გამდინარე წყალზე გვაქვს საუბარი თუ გამდინარე ერთჯერადად გადავლებულ წყალზე გვაქვს, როცა ეს არის თერმულ დამწრობაზე, იგივე თქვა ცხელი წყლით დამწვარი ან ცეცხლისგან დამწვარ ადამიანზე, როცა ვსაუბრობთ. აქ ერთადერთი ფუნქცია. როდესაც კანი ძვრება ამ დროს მომენტალურად წყლის დაწვის შემდეგ. ამ დროს თუ კანი ძვრება, იქ უკან ეს არის დამოკიდებული, რომელი ხარისხის დამწრობა. არა აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია რომ ჩვენ იმ მომენტში ქსოვილოვანი წვა შევაჩეროთ, რომ უფრო ღრმად არ გაგრძელდეს ეს პროცესი, არ ჩავიდეს. თუმცა აი მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს იყოს ოთახის ტემპერატურის წყალი და არ იყოს ცივი წყალი, იმიტომ რომ ეს ცივი წყალი ესე უხეშად რომ თქვა სისწრაფს ავიწროვებს, დავიწროვების გამო კვება კიდევ უფრო გაძნელებული ამობნის და შემდგომი გამოჟამრთელება აი ამ დაზიანებული მიდამოსი არის გართულებული. მეორე დახმარება არის ის, რომ სტერილური საფენი თუ გვექნება, ან იგივე ვთქვა არ იყოს ეს სტერილური, მაგრამ იყოს რაღაცა ხელსახოცი ან მსგავსი რაღაც ნივთი, დავაფაროთ იმისთვის, რომ ერთი დამატებითი ინფექციისგან დავისვათ დაზიანებული მიდამო და მეორე ეს მნიშვნელოვნად ტკივილს შეუმსუბუქებს იმის გამო, რომ ჰაერისგან კონტაქტს მოვარიდეთ ეს დაზიანებული მიდამო. ის რომ ვთქვათ, მალამოები ჩვენ თვითონ გამოვიყენოთ და დავადოთ, ან ზეთი, ან მსგავსი რაღაც ნივთიერებები, მოდით თავი შევიკავოთ ამისგან, იმიტომ რომ ეს უნდა გააკეთოს უკვე მისმა მკურნალმა ექიმმა და პაციენტისთვის, მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს ასიაჯობებს. ერთადერთი დროულად დავრეკოთ ჩვენ 112-ში და უკვე მათგან ან კონსულტაცია მივიღოთ, როგორ მოვიქცეთ, ან დროულად მოვიდეს ბრიგადა და მან დაუწიოს უკვე დახმარება. აი კონკრეტულად მზისგან დამწრობის შემთხვევაში ზაფხული მოდის და მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მოდით აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ჯობია რომ თავიდან ავიცილოთ ეს დამწრობა და სწორი რუჯი მივიღოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ მაინც ვერ ავარიდეთ ამას თავი, აი ბებიის დროინდელი რეცეპტები რომ იყო მაწონი, თქვა შემდეგ სპირტი დამუშავება არის ის, რომ გაგრილებას იწვევს და ასე ვთქვათ, ის ცივის კონტაქტი კანთან უკვე სხეულს რაღაც იმ ტემპერატურას ართმევს, ასე ვთქვათ და კომფორტს გვიქმნის ჩვენ და ტკივილს აამებს. და რაც თავია ლეღვის ფოთლის ნახარში არ უნდა. როგორღაც ამისგან თავი ავიცილოთ და არ გამოვიყენოთ რა თავისთავად. იგივე ლეღვის ფოთლის მიღებული ზაგარიც არის თუ რუჯიც
არის დამწრობა და შეიძლება აქ უკვე პირველ ხარისხზე აღარ იყოს ლაპარაკი, როგორც წესი მეორე და მესამე ხარისხამდე არის ხოლმე ეს დამწრობა მიღწეული სამწუხაროდ. მზის დაკვრაზე გადავიდეთ. რა სიმპტომები ახასიათებს ადამიანს, რომელსაც გავსი პრობლემა? მზის დაკვრა თუ დარტყმა? როგორც შეგაიგო. მზის დაკვრა, კი ბატონო. და ასევე არსებობს სითბური დაკვრაც, რომელიც ერთნაირი სიმპტომები აქვს, თუმცა სითბური დაკვრის დროს მზის პირდაპირ სხივების ზემოქმედება არ ხდება, არამედ მხოლოდ ტემპერატურა შეიძლება მზის ქვეშ არც იყოს და ტენიანობის ასევე. საკმაოდ მძიმე სიმპტომები შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, დაწყებული უბრალო მოთენთილობიდან, გულისრევა, ღებინება, სახის და კანის სიწითლე და შემდეგ ეს შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ბოდვები, ჰალუცინაციები და კომაშიც ჩავარდეს, თუ დროულად არ დავეხმარეთ. დახმარება რაში მდგომარეობს? აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ, მოვაშოროთ ამ მაღალ ტემპერატურას და მზის სხივების ზემოქმედებას. გადავიყვანოთ გრილ გარემოში, უნდა დავასხათ გრილი წყალი, უნდა დაუნიაოთ ასევე გრილი ჰაერის მიდინება უზრუნველყოთ და მივცეთ დასალევად სითხეები, ასევე გრილი სითხეები, კი ბატონო. და ვამყოფოთ მოსვენებულ მდგომარეობაში. მზის დარტყმა თუ არა, დენის დარტყმა როგორია? დენის დარტყმა ალბათ კიდევ უფრო საშიშია. დენის დარტყმის დროს პირველ რიგში ჩვენ სანამ დავეხმარებით იმ ადამიანს, გადავწყვიტეთ რომ დავეხმაროთ, ისე არ უნდა ვქნათ რომ სხერყლის რაოდენობა გავზარდოთ. ანუ უნდა დავწმუნდეთ რომ ნამდვილად სილაში ჩაფლა რამდენად გამოსავალია. არავითარ მითია თუ რეალობა? მითია ისევე როგორც ბევრი რამ, მაგალითად კრუნჩხლის დროს შავი ქსოვილის გადაფარება და ასე შემდეგ. მდგომარეობისას ენის ხელით დაჭერა არ არის გამოსავალი. კოვზითან დანით კბილების გახსნა და ესეც მითია, რა თქმა უნდა. ანუ მიწაში სილაში ჩაფლა არაფრით არ შეიძლება. უნდა პირველ რიგში დავწმუნდეთ, რომ დენის წყარო აღარ არსებობს და გათიშულია, გარშემო არ არის წყლის გუბეები, რომ მაშველზეც გადმოვიდეს ეს ელექტროდენი. მოვაშოროთ აი ჯოხიდან ისე რაღაც სადენებს თუ ხედავთ დენის ელექტროდენის და შემდეგ უკვე მივიდეთ და დავიწყოთ დახმარება. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთი შეცდომაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ შეიძლება ეს ელექტროდენის შემავალი წერტილი იყოს ძალიან პატარა. მცირე ზომის, მივიმჩნიოთ უმნიშვნელოდ, ასევე უნდა დავათვალიეროთ გამოსვლის წერტილი, საიდან გამოვიდა და შეიძლება გადაკვეთა ამ თავის გზაზე შინაგანი მნიშვნელოვანი ორგანოები და ეს არც თუ ისე სახუმაროა, აუცილებლად, რა თქმა უნდა, სასწრაფო, გინდაც არაფერი დაზიანება გარეგნულად არ ეტყობოდეს, მაინც უნდა გამოვიძახოთ. ამ დროს შეიძლება იყოს გულის რითმის სერიოზული დარღვევები, ფიბრილაციაც შეიძლება იყოს და ამ დროს შეიძლება ეს დროულად მოსულმა სასწრაფომ, რომელსაც დეფიბრილატორი აქვს აღჭურვილობაში, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ამას ჩვენ ვერ უშველით, ჩვენი ადგილობრივი ძალებით. გულის გაჩერება, სუნთქვის დარღვევა, სუნთქვის გაჩერება, ყველაფერი ეს შეიძლება გამოიწვიოს ელექტროტრაუმამ. და საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა. თუ ნახეთ, რომ გული გაჩერებულია, სუნთქვა შეჩერებულია, ამას უნდა უკვე გულფილტვის რეანიმაცია, ანუ გულმკერდზე ზეწოლების ჩატარება და ფილტვებში ჩაბერვების ჩატარება იგივე სასწრაფოს მოსვლამდე. ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს მაყურებელს, ეს არის რჩევები, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს. 112 საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში, თუმცა სანამ ექიმი მოვა, ყველაფერი ეს, რაზე ჩვენ ვისაუბროთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დიდი მადლობა თქვენ. სწორად გამოვიძახოთ და საჭირო მომენტში 112, რადგან სხვას არ შევუშალოთ ხელი ასე ვთქვათ და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ მუშაობას. ფილოსოფოსი ბატონი საზაფირაელიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი და პაატა შემოგია, პოეტი და ვსაუბრობთ თემაზე პატრიოტიზმი. რას ნიშნავს და როგორ გვესმის ეს სიტყვა? და ისტორიის განმავლობაში როგორ შეიცვალა მან მნიშვნელობა და შეიცვალა თუ არა? პატრიოტიზმი საკუთარი მამული, საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს და
ეჭვმეპარება რომ შინაარსი შეცვლოდა მას, თუმცა კი ამტკიცებენ ხოლმე რომ თქვა სხვას ნიშნავდა რომში პატრიოტიზმი სხვას ნიშნავს დღეს. ყოველ შემთხვევაში დატვირთვა სხვადასხვა წლებში სხვადასხვანაირი იყო. ალბათ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცა ელფერი შეცვლილი ჰქონდა ამ იმას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს. ცოტა მე არ დავიწყებდი ამაში რაღაცა განსაკუთრებული იმის ძებნას, და დიფერენცირებას ცნებისას, რომ აი დროს ესე იყო და რომ თქვა იმ ტიპის პატრიოტიზმი, რომელიც ახლა დღეს ჩვენ გვახასიათებს გაჩნდა განმანათლებლობის ეპოქაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეჭვმეპარება პირადად მე ამგვარ თეორიებში. მამული სიყვარული იყო, მამული სიყვარული ყოველთვის. თქვენი დამოკიდებულება როგორი? აი მე მაგალითად თუ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ხალხი, მიწასადაც ვცხოვრობ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მე პატრიოტი მერქვას. თუ ამის გარდა რაღაც უნდა გავაკეთო. ალბათ გარკვეულწილად მაგას მოიცავს, თუმცა მხოლოდ ეგ არ არის. მე ვფიქრობ, რომ პატრიოტიზმი მხოლოდ გეოგრაფიული წერტილების სიყვარულში არ წარმოჩნდება ხოლმე. არის მაგალითად ვაჟა-ფშაველას ცნობილი, ძალიან ცნობილი ესე კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი რო ავიღოთ, იქ აქ ძალიან კარგად უნდა გამოადგეს სამშობლოს გონებრივად, ქონებრივად და ზნეობრივად და მაშინ შეიძლება რაღაცნაირად გერქვას პატრიოტი, ალბათ. მეც პრინციპში ვეთანხმები ამის. აი პოეტი მაგალითად აუცილებლად უნდა უსვამდეს ხაზს საკუთარ პატრიოტიზმს ტექსტებში, რასაც წერს. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ არის ესე ტექსტები, სადაც არის ეთნოცენტრიზმი, არის ესე ტექსტები, სადაც არის ეთნონიჰილიზმი. მე ვფიქრობ, რომ ამ ორიდან არც ერთის მტკიცება არ სჭირდება, არც პოეზიას და ზოგადად ლიტერატურას. ლიტერატურაც და სხვა რამე არის და ხშირად, როდესაც ძალიან ბანალურ, აი ესე ტრუიზმამდე მიდის ხოლმე სიტუაცია, როდესაც პოეტი იწყებს საკუთარი ძალიან გამძაფრებული პატრიოტული გრძნობების დემონსტრირებას და ხშირად ძალიან ცოტა სასაცილო ნაიურიც კი არის, გულუბრყვილო არის ძალიან ასეთი ტიპის პოეზია ჩემთვის პირადად. გლობალიზაციის ეპოქაში, მეგობრებო, მოგესალმებით. გლობალიზაციის ეპოქაში, როცა სიტყვა პატრიოტიზმმა ის მნიშვნელობა დაკარგა, რასაც როცა კოლონიალური რეჟიმი იყო ჩვენთან, მაშინ ჰქონდა. ეს არის ალბათ გაცილებით უფრო რთული არჩევანი იყო პატრიოტი, გაცილებით მეტი გააზრება გჭირდება რა არის ის ღირებულებები, რომელსაც შენ როგორც პატრიოტი ემსახურები, ვიდრე მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა პირდაპირ დაპყრობილია უცხოელების მიერ. ეს ხანა საქართველოს სულ ახლა ხანს ჰქონდა. ეხლა დღეს რა გამოწვევებია და რა განსხვავება ზადა მინდა რომ შენ კითხო. აი რა განსხვავება იყო პატრიოტი გლობალურ სამყაროში იმასთან შედარებით, რაც როცა შენი სამშობლოდ ბროდ დაპყრობილია სამხედრო ძალის მიერ. განსხვავება შევა რა თქმა უნდა სერიოზული არის. ეხლა იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და ვიყავით ესეთი კოლონიალურ დამოკიდებულებაში, მაშინ რა თქმა უნდა პატრიოტიზმი სხვა პარამეტრებს თავისუფლებას მოიცავდა პირდაპირ. თავისუფლების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობი იყო იდეა. უფრო მეტად იყო აქცენტირებული ეთნიკური პატრიოტიზმი. რამდენადაც საკითხი მართლაც ესე იდგა, ხო? ეთნოსის გადარჩენაზე იდგა საკითხი. კი ბატონო. უფრო გვიან წინა პლანზე უნდა წამოწეულიყო ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი, ეთნიკური პატრიოტიზმთან ერთად. ეს ხდება კიდევაც ნელა, მაგრამ მაინც ხდება ჩვენ თანთან ვიაზრებთ, რომ სახელმწიფოებრიობა არ არის მხოლოდ ეთნიკური ფენომენი, რომ ეს მას აქვს რაღაცა სხვაც კიდევ, გულისხმობს კიდევ რაღაცა სხვა პარამეტრებს, სხვა განზომილებებს, რომელთა დაცვაც აუცილებელი არის. და რომელსაც შენ გაყავხარ ეთნიკური პატრიოტიზმის ფარგლებს გარეთ. თუმცა კი ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვთქვა ჩემი ეთნიკური პატრიოტიზმი უარყო. ან შენი ეროვნული იდენტობა უარყო ზოგადად. ჩემი ეროვნული იდენტობა უარყო. უბრალოდ არსებობს სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლებიც მოითხოვს რომ ჩვენ ესეთი პრიმიტიული ნარკოტიკული თრობის მსგავსი ეთნიკური პატრიოტიზმიდან გამოვიდეთ. ეხლა კარგად გრძნობ თავს, მოკლედ, იმის სუფრაზეც ხდება ეგეთი რაღაცები ხო ჩვენ. კარგად გრძნობ თავს, იქ რაღაცა ეგზალტირებული ხარ
თეატრალიზებული ტყვები უცნაური რამაა პატრიოტიზმი მოაზროვნე არსებას ერთგულ მონად აქცევს. როცა ასეთი რაღაც გესმის სიმფონზე რეალურად ვისჭირდება აქცენტის გაკეთება ესეთ სიტყვებზე. იგივე არსებობენ ადამიანები გლობალისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები რომლებიც პატრიოტის ბევრი გამოვლინება შეიძლება იყოს, მათ შორის, როდესაც თქვა ბაირონი დაიღუპა სხვა ქვეყნისთვის, ხო? მე მგონია, რომ ესეც გარკვეულ ცუდად რაღაცნაირად მე ვეთანხმებ ბატონ ზაზას რომ ის საკუთარი უარყოფით ვერ მიხვალ რაღაც ანუ ნაწილის უარყოფით მთელში გათავისუფლებას მაშინ მთელი ევროპისათვის ქონდა სიმბოლური მნიშვნელობა იმიტომ რომ საბერძნეთი გახოლთ ქრისტიანული თეოლოგიის დედა და მისი გათავისუფლება მთელი იმისათვის მით უმეტესად დასავლეთ ევროპას დღემდე აქვს კომპლექსი იმის გამო რომ ის ვერ მიეშველა კონსტანტინოპოლს მაშინ როდესაც ის ვარდებოდა თურქების ხელში ასე რომ იმის ბაირონის აქციები ეს იყო ზოგადად ევროპული პატრიოტიზმის გამოხატულება და არა რაღაცა აბსტრაქტული რაღაცა ეცეთ გვეშინოდეს აბსტრაქტული იდეებისა მათ შორის აბსტრაქტული პატრიოტიზმისაც აბსოლუტური იდეებს დიდი ბოროტების მოტანა შეუძლია. აი რა არის პატრიოტიზმის საუკეთესო გაგება და მისი ყველაზე ცუდი გაგება? ყველაზე ცუდი გაგება უკვე მახსენე რაც არის აბსტრაქტული გაგება პატრიოტიზმისა. იმისა. აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე კარგი ვთქვათ ჩვენი ქვეყნის. აი როდესაც ის მე მოვალდება. მე ვთქვათ ვერ წავალ, ვერ ვიომებ ჩემი ქვეყნისთვის, ვერ გადავდებ თავს, მაგრამ მე პატრიოტი ვარ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე მგონია ესეც არის. ცოტა ესეთი მაგალითი არის ხო, როგორ დავავალდებულო მე ვიღაცა რომ იყოს გმირი. თუ ის თავის გმირობა კიდევ ცალკე თემაა. როგორც წმინდანობა სულიად სხვა ფენომენია, გმირობა სულიად სხვა ფენომენია და ახლა როგორც წმინდანობას ვერ დავავალდებულებ ადამიანს, ისე გმირობას ვერ დავავალდებულებ. ეს მისი ნებაა. სხვადასხვა არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ არ მოსწონდეს იარაღის თითზე ტრიალი და პაციფისტი არის უბრალოდ ადამიანი, ამიტომაც ანუ მშვიდობიან დროში როგორ რითი გამოხატავენ ადამიანები საკუთარ პატრიოტიზმს. მე ვფიქრობ პროფესიონალიზმით ერთ-ერთი არის ის რომ იყო პროფესიონალი გააკეთო შენი საქმე კარგად. არ მოპარო სხვას არაფერს. ერთ-ერთი მთავარი ეგ არის. მათ შორის სახელმწიფოს არ მოპარო, ბიზნესმენები იპარავდნენ. ძველ დროს იყო ასეთი შემთხვევა. მე და თქვენ ვართ ერთი ოჯახის წევრები ხო, რომელსაც ქართული ოჯახი ქვია. რომელსაც აქვს თავისი სასიცოცხლო გარემო. მე და თქვენ თუ ზრუნავთ ამ სასიცოცხლო გარემოზე, მაშინ პატრიოტები ვართ და საერთოდ არც არის ეს სიტყვა საჭირო. რა საჭიროა საერთოდ სიტყვების შერქმევა რაღაცა ბუნებრივი რაღაცეებისათვის. მე და თქვენ უნდა ვიზრუნოთ იმ გარემოზე, რომელშიც ვართ, თუ გვინდა რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. თუმცა ის სხვადასხვა დროს ქვეყნის სხვადასხვა ლიდერები სხვადასხვა სახით გვაწვდიან ამ სიტყვას. იგივე
დაჭირდა ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას ალბათ რომ პატრიოტთა ბანაკები შეექმნა და დაერქმია ეს სახელი. იგივე პატრინოტი ესეთი კონკურსი გამოაცხადებინა, ხო? იცით რა არის, ხო, პოლიტიკოსების იმითი მიერ მოწოდებული პარადიგმებით მოდით ნუ გავჟით ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, რომლებითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ხო? ახლა პოლიტიკოსები რომ საუკეთესო მოაზროვნეები არიან ეს. ხო, მაგრამ ნუ ეს არსებობს და ამის გავლენის ქვეშ ხალხი გავლენა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენც იმისი საზოგადოება ვარ და ხალხი ვართ, ვიცოდეთ რას გვაწვდიან ისინი და ისი მიღება შეგვიძლია მათგან. ახლა პატრიოტთა ბანაკები თავისთავად დანიშნულებასაც ატარებდა, ხო, ყველანაირად ძალიან კარგად ვიცით, ხო, უნდა გაზრდილიყო მთელი თაობა, რომელიც აი იმ იდეოლოგიის მატარებელი იქნებოდა, ვისაც ამ ბანაკების შემქმნელი. ახლა ეს სრულიად გასაგები იყო და აი რამდენად ქონდა ამას საქმე პატრიოტიზმთან მე ვერ გეტყვით. ნუ ეს სახელი კი ერქვა, მაგრამ საერთოდ რომ პატრიოტიზმის საქმე ქონდა. ეს უფრო იცით ძალიან უხეში რაღაცა უნდა ვთქვა და ეს უფრო გავდა აი როგორ გითხრათ აი ესეთ ბანაკებს, ერთგვარ შრომით ბანაკებს, სადაც თუმცა კი არ შრომობდნენ, ერთგვარ შრომით ბანაკებს, სადაც რაღაცა იდეოლოგიით უნდა აღზარდო ადამიანები. ანუ სახელს მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე თვითონ ხო, იცით, აი ბევრი რამე არის, რასაც სახელი ქვია, პატრიოტის სახელი ქვია, ლიბერალიზმის სახელი ქვია, თქვათ, ანუ თქვათ, დემოკრატიის სახელი ქვია, მაგრამ რეალურად იმას აზრი ლიბერალიზმთან აკარს, პატრიოტისთან აზრი ქრისტიანობა ქვია, მაგრამ ქრისტიანობასთან საქმე არაფერი არ აქვს. ეს მეტად ახლა ალბათ უნდა ვიცოდოთ სიტყვის განსხვავება იმ სახელის გარჩევა იმ შინაარსისგან, რომელიც მასშიდებს. აი თქვენ შემოქმედებაში რისი თქმა გსურთ, რადგან ხშირად ამბობენ, რომ თქვენი შემოქმედება არის იგივე ცრუ პატრიოტული ლირიკის კრიტიკა. მე მგონი ცრუ პატრიოტული პათოსის კრიტიკა უფრო მგონია ხშირად. თუმცა რა თქმა უნდა თემატიკა არ მაქვს შემოზღუდული მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით და ორიენტირით, მაგრამ არის ერთ-ერთი ეს სოციალური კრიტიკა, რომელთაც რაღაც ჩემთვის მანკიერებებს, ჩემთვის რაც მანკიერებად ჩანს, მათი გაკრიტიკება. მათ შორის ერთ-ერთი არის ურაპატრიოტიზმი, ფსევდოპატრიოტიზმი, აი ბატონმა ზაზამ ახსენა აბსტრაქტული პატრიოტიზმი და ჩვენ ვიცით, რომ ასეთ აბსტრაქტულ პატრიოტიზმს ძალიან ხშირად დიდი მსხვერპლი მოჰყოლია ხოლმე. და ვიცით, ახლა უმბერტო ეკოს წიგნი გამოიცა, ახლახანს არა პრინციპში შარშან გამოიცა მგონი, სადაც ძალიან კარგად წერს თუ როგორ შეიძლება წარმოიშვა სიყვარულიდანაც კი დიდი ბოროტება. თვალწინები ასე წერს, რომ ანტიქრისტედანაც კი შეიძლება წარმოიშვას დიდი ბოროტება, ანუ ჭეშმარიტების ანუ სიყვარულიდან შეიძლება წარმოიშვას ანტიქრისტე, ჭეშმარიტების და ღმერთის გადაჭარბებული სიყვარულისგან, უზომო სიყვარულისგან. აი ზომიერება მე ვფიქრობ, რომ ხშირად ქართველებს გვაკლია, როდესაც სულ აბსტრაქტულ ცნებად ვაქცევთ ყველაფერს აბსოლუტურად, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაღაც ზეციურ საქართველოზე საუბარი, რაღაც იმაზე, რომ საქართველო არის რაღაც ღმერთიც კი ქართულად ილაპარაკებს მეორედ მოსვლისას. მე მესმის, რომ ეს მითოლოგია დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა საქართველოში, მაგრამ მაინც ვფიქრობ უფრო პრაგმატული მიდგომა არის საჭირო, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს. მე ვფიქრობ, რომ პატრიოტიზმი არის ძალიან პრაგმატული ცნება. იცით რა არის, ესეთი აბსტრაქტული იდეოლოგიები ჩვენ კონკრეტულ მოვალეობებს გვავიწყებს და ამიტომაც არის ნარკოტიკული თხრობა. აი იმ კონკრეტულ მოვალეობას, რომელიც მე დღეს აქ და ახლა მაგისრია, სხვა ადამიანების მიმართ, იმ გარემოს მიმართ, რომელშიც მე ვარ. სადღაც იმაში ვარ, ილუზიურ სივრცეში ვარ გასული. გადადის ეს ყველაფერი უკან. ხო, და ეს ყველაფერი, რაც მე კონკრეტულად როგორც ადამიანს მევალება დღეს, როგორც ადამიანს ეს არის აუცილებელი, რომ იარაღის ხელში აღება იყოს და აუცილებელია, რომ აქედან დავიწყოთ. დაწყება და დასრულება არ არსებობს ამ საქმეს. აუცილებელი არის, რომ მე არ დამავიწყდეს ჩემი კონკრეტული საქმეები, რომელიც ჩემს საერთო გარემოს პირადს კი არა, ჩვენ საერთო ზოგადად საერთო გარემოს ეხება. ეს უფრო შინაგანი მდგომარეობა თუ უფრო საქციელი, რომელიც თქვათ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციას. შინაგანი მდგომარეობაა ეს. მე თუ მაქვს ამისინება, მაქვს თუ არა მაქვს ამისინება, გარეგნულად შეიძლება ვიღაცას რაღაცა იგონოს, მაგრამ მე ის არ ვიყო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. ბატონი ზაზა ფირალიშვილი იყო და ბატა შემოგია ჩვენი სტუმრობით. საკმაოდ ისეთი საფრთხილო და ფაქიზი თემაა, ვისაუბრებთ პატრიოტიზმზე. მე მინდა დავემშვიდობო მაყურებელს ხვალამდე სულ სხვა თემებით და სულ სხვა სტუმრებით დაგიბრუნდე. ხო შენ არა? აღარაფერი აღარ დავიტოვა, ხო სათქმელი? საუკეთესო სურვილები. ახალ მაგას გამოდეთ, ბიბაზო ტელეფონი. მოვალ შეხვედრამდე.